მაშინ ასე ფული და არჩევნები რა თანხებს ხარჯავენ პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებისთვის და რა კითხვის ნიშნები ჩნდება ფულთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკაში ბრუნავს. Რამდენიმე წუთში ამ თემაზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, მაგრამ მანამდე ვნახოთ რა თანხები დახარჯეს პარტიებმა ადგილობრივი არჩევნების პერიოდში. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ გრაფიკა, დავიწყოთ საარჩევნო ბლოკით ქართული ოცნება, ქართულმა ოცნებამ 4,118,341 ლარი დახარჯა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 1,895,659 ლარი დავამოყალოთ შეგვიძლია, არასაპარლამენტო ოპოზიცია 710,000 დაახლოებით. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც შედის ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ერთად ერთიან ბლოკში, ერთიანი ოპოზიცია 462,000 ლარზე მეტი. ბლოკი თვითმმართველობა ხალხს 352,000 ლარზე მეტი. საქართველოს გზა 162,000 ლარზე მეტი. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 150,000 ლარამდე დაახლოებით. ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია 85,000 ლარზე მეტი. საქართველოს ლეიბორისტული პარტია 47,000 ლარზე მეტი და ბოლოს ხალხის პარტია 46,000 ლარზე მეტი. ჯამში ეს თანხები შეადგენს 8 მილიონ ლარზე მეტს. ჩვენ ცოტა ხანში გავაგრძელებთ საუბარს სტუმრებთან ერთად, თუმცა ახლა ლაშა თორდია ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი. სწორედ ამ სამსახურმა მოგვაწოდა ჩვენ ეს ინფორმაცია, რომელიც მე ახლა გაგაცანით. მოგესალმებით ბატონო ლაშა. ბატონო ლაშა, ჩვენ ვნახეთ საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მიერ გაწეული ხარჯები, რა წარმოადგენდა ამ პოლიტიკური სუბიექტების შემოსავლის ძირითად წყაროს, რა თანხები მიიღეს მათ შემოწირულობის სახით? კანონმდებლობით განსაზღვრულია ორი ტიპის შემოსავლები პოლიტიკური პარტიებისათვის. ერთი არის საბიუჯეტო დაფინანსება, მეორე არის შემოწირულობები ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, რომელშიც ასევე ჩასვლაში თუ ჩავალთ, არის როგორც ფულადი შემოწირულობები, ასევე არაფულადი შემოწირულობები. მათ შორის ფულად შემოწირულობებზე თუ შეგვიძლია უფრო დეტალურად ვისაუბროთ. უკაცრავად ხმა გაწყდა. თუ შეგვიძლია ფულად შემოწირულობებზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ. რა წყაროებიდან მოდის ეს შემოწირულობები? წყარო არის ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული პირები და ასევე საბიუჯეტო დაფინანსება. რა სახის დარღვევები გამოვლინდა ამ პროცესში, იმიტომ რომ თქვენ უამრავ საქმეს სწავლობთ და რამდენიმე პარტია დაჯარიმდა კიდევაც უკვე გარკვეული დარღვევების გამო. ჩვენ პერიოდულად ვიკვლევთ შემომწირველების იმ ფულად შემოწირულობებს, რომელსაც ისინი ახორციელებენ პოლიტიკური პარტიების მისამართით. შესაბამისად, ჩვენ გამოვკეთეთ დაახლოებით 50-მდე შემომწირველი. ასევე არის დარღვევები გამოვლენილი ორ იურიდიულ პირთან მიმართებაში, რომელზედაც ჩვენ სასამართლოს მივმართეთ და მცირედი შესწორება მინდა შევიტანო თქვენს ანონსში. ჩვენ ვაჯარიმებთ ამ შემთხვევაში, ან მივმართავთ სასამართლოს დასაჯარიმებლად შემომწირველების ნაწილში და არა პარტიის ნაწილში, ვინაიდან პარტიამ დღეს ქართულმა ოცნებამ ამ შემთხვევაში წარმოადგინა წერილი, სადაც საგადასახადო დავალების სახით ეს თანხა უკან იქნა დაბრუნებული ორ იურიდიულ პირთან მიმართებაში. თქვენ საუბრობთ იმ 20,000 ლარზე, რომელზეც საუბარი იყო. დიახ, ორი იურიდიული პირი არის, ერთი დუგლაძეების ღვინის კომპანია, მეორე ჯეოსპირტპრომი. თითოეულმა მათგანმა განახორციელა 20,000 ლარის ოდენობით შემოწირულობა, შესაბამისად კანონმდებლობით გათვალისწინებულია ორმაგი ოდენობა სანქციის სახით. შესაბამისად თითოეულ კომპანიას დაეკისრება დაახლოებით სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რომ დავაკონკრეტოთ კიდევ ერთხელ ბატონო ლაშა, მაყურებლისთვის რა სახის კანონდარღვევას ჰქონდა აქ ადგილი? კანონმდებლობით აკრძალული არის ისეთი იურიდიული პირისგან დაფინანსების შემოწირულობის მიღება, რომლის დამფუძნებლები ან პარტნიორები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამ შემთხვევაში ამ სამართალ დარღვევასთან გვაქვს საქმე, კერძოდ კი დამფუძნებელი პარტნიორები ამ შემთხვევაში როგორც დუგლაძეების ღვინის კომპანიასთან მიმართებაში, ასევე ჯეოსპირტპრომთან მიმართებაში არიან რუსეთის მოქალაქეები. ამიტომ ჩვენ შევადგინეთ შესაბამისი სამართალ დარღვევათა ოქმი და გავაგზავნეთ სასამართლოში. შემდგომში, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს სასამართლო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ეს ერთ-ერთი კონკრეტული შემთხვევა იყო, რომელიც გუშინ გახმაურდა, ამიტომ გავუსვით ჩვენ ამას ხაზი, მაგრამ ვისაუბროთ სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებზე, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა, ერთიანი ოპოზიცია, არასაპარლამენტო ოპოზიცია, ლეიბორისტები და ასე შემდეგ. სხვა პარტიების მხარეს თუ არის მსგავსი დარღვევები დაფიქსირებული? ამ ეტაპზე მინდა მოგხსენოთ, რომ დაჯარიმებული არის საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს გზა, 2,000 ლარით რამდენადაც
როდესაც ვიცი. დიახ, ასევე საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ეს ჯარიმები განეკუთვნება დეკლარაციის არ წარმოდგენას ჩვენთან სამსახურში, ამ დეკლარაციის წარმოდგენის ფორმის დარღვევას ასევე და ასევე 160 დამოუკიდებელ კანდიდატზე არის წარდგენილი საარჩევნო სასამართლოში. აქ რა პრეტენზია გაქვთ მათთან? ბატონო? რა პრეტენზია გაქვთ მათთან? არ იქნა წარმოდგენილი, არ იქნა გახსნილი ფონდი, რომელიც ასევე კანონმდებლობით არის განსაზღვრული და არ იქნა წარმოდგენილი ასევე სამკვირიანი დეკლარაციები, რაზეც ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. და ბოლოს ბატონო ლაშა რომ გითხრათ, რამდენ პოლიტიკურ სუბიექტთან კიდევ სხვა პარტიებთან დაკავშირებით თუ მიდის მოკვლევა ამ ეტაპზე და როგორი იქნება შედეგები ამ მოკვლევის? ამ მომენტისათვის 12 შემომწირულთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ გამოვითხოვოთ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, მათ შემოსავლებთან დაკავშირებით, ვინაიდან კანონმდებლობით ჩვენ ვალდებული ვართ, რომ თანხმობა ავიღოთ სასამართლოდან და მივმართოთ შემდგომში შემოსავლების სამსახურს, ამიტომ ამ 12 შემომწირულთან დაკავშირებით, რომელზედაც ეჭვი გვაქვს, რომ მათ არ ქონდათ შესაბამისი შემოწირულობები განეხორციელებინათ, ჩვენ ვახორციელებთ ადმინისტრაციულ წარმოებას. თუ დადგინდა, რომ მათ არ ქონდათ შესაბამისი შემოსავლები, რომ განეხორციელებინათ იმ ოდენობის შემოწირულობები, რომლებიც მათ განახორციელეს, ჩვენ რა თქმა უნდა მივმართავთ ასევე სასამართლოს სანქციის მოთხოვნით. ეს ძალიან საინტერესო თემაა. შეგიძლიათ დაახლოებით გითხრათ, როდისთვის შეიძლება დასრულდეს ეს მოკვლევა და როდისთვის შეიძლება ვნახოთ შედეგები? ჩვენ მივიღეთ სასამართლოდან უკვე თანხმობა, მივმართეთ შემოსავლების სამსახურს, შემოსავლების სამსახურს აქ გარკვეული ვადა რომ ინფორმაცია დაამუშავოს და ინფორმაცია მოგვაწოდოს. დაახლოებით მომავალი კვირისთვის უკვე ჩვენ გვექნება დასრულებული სურათი, ასე ვთქვათ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს არ ეხება მხოლოდ ქართულ ოცნებას, არის სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, შემომწირველები, ასე ვთქვათ, რომელზედაც ჩვენ ადმინისტრაციულ წარმოებას ვახორციელებთ. და შემდეგ დაზუსტება ეს ინფორმაცია, როდესაც უკვე სრულყოფილად იქნება ბოლოში გასული მოკვლევა. ბოლოს შეკითხვა მექნება თქვენთან ბატონო ლაშა, რომ შევატაროთ თუნდაც ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნები და ადგილობრივი არჩევნები. დარღვევების რაოდენობა გაიზარდა თუ იკლო დარღვევებმა დაფინანსების მიმართულებით? დაფინანსების მიმართულებით, ვინაიდან თანხობრივ გამოხატულებაში დაახლოებით ერთი და იგივე შემოწირულობები არის წარმოდგენილი, ასევე ხარჯები, რომელიც გაწეული არის პარტიების მხრიდან, რეალურად დეკლარაციების ფორმები თუ ვიმჯერებთ 8,109,000 ლარი დაждდა ეს თვითმმართველობის არჩევნები, ანუ პირველი ტური, რაც შეეხება მეორე ტურს, ასევე გაგრძელდება შემოწირულობების და ასევე გაგრძელდება ალბათ ხარჯებით, შესაბამისად მონიტორინგსაც ჩვენ რა თქმა უნდა განვახორციელებთ. ამიტომ დარღვევების ნაწილში თანაბარია დაახლოებით საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნები, ანუ რაოდენობრივათაც და თანხობრივათაც დაახლოებით ერთ და იგივე ციფრთან გვაქვს საქმე. ანუ მდგომარეობა არც გაუმჯობესებულა, არც გაუარესებულა. დიდი მადლობა ლაშა თორდია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. და ახლა უკვე ჩვენ სტუმრებს აღარ მოუწევთ ლოდინი, მე გადმოვდივართ თქვენთან. ბატონო გიგლა, ჩვენ საუბრობდით იმ შემთხვევაზე, როდესაც 20,000 ლარის დაბრუნება დასჭირდა ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ კანონდარღვევით მოხდა ამ თანხის შესვლა. კითხვა თქვენთან დაკავშირებით ჩდება ქართულ ოცნებასთან გულისხმობ ამ შემთხვევაში იცოდით თუ არა თქვენ რომ ასეთი დარღვევა ხდებოდა და რატომ მოხდა მაშინ ამ კანონის გადაბიჯება ამ შემთხვევაში? მე არ ვიტყოდი, არ შევეფასებდი ასე საღამოშვიდობის პირველ რიგში თქვენს მსმენელებსაც მივესალმები და კოლეგებს. ეს ვითარება ასეთია. თქვენ შეიძლება მიიღოთ შემოწირულობა იურიდიული პირისაგან, კანონით დადგენილ ჩარჩოებში და ფარგლებში. პირველი რაც შეიძლება თქვენ დაინახოთ, ხომ არ გადააჭარბეთ ოდენობას. ხო? თუ ოდენობა გადაჭარბებულია, უკვე მაშინვე ჩანს მყისიერად, რომ არის ბევრი თანხა და შესაბამისად დარღვევა რომ არ ჩაიდგინოთ, უნდა დააბრუნოთ უკან. მაგრამ ბენეფიციარი მფლობელი არის თუ არა საქართველოს მოქალაქე, ამისი კვლევის ვალდებულება არ აქვს იმ ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში კოალიციას და არა მხოლოდ კოალიციას. პრობლემა იყო ის, რომ ისინი აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქეები. კი, ანუ აქ ლაბორატორია კიდევ ერთხელ ვიმეორებთ იმ ადამიანებზე, რომელიც შესაძლებელია არც კი ჩანდნენ თუნდაც საჯარო რეესის სამეწარმეო რეესის სამონაწერში. მაგრამ ამის შესაძლებლობა როგორ ჩანს სხვადასხვა მეთოდოლოგიით აქვს შესაბამის სამსახურს და მათ როცა მიმართეს ელემენტარული ამბავია
მიღებული იქნა, გაზიარებული იქნა და დაბრუნებული იქნა თანხა. ასე რომ აქ რაიმე საგანგაშოს მე ვერ ხედავ. იმ ადამიანებმა, ვინც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შემოწირულობა განეხორციელებინათ, ამ შემთხვევაში ორი საწარმოა დასახელებული, მათი მხრიდან მათ იცოდნენ, რომ ბენეფიციარი ყავთ დაუშვათ სხვა ქვეყნის მოქალაქე, კანონი უგზავნებდა მაინც განახორციელეს, ეს ალბათ მათ უნდა თქვან სასამართლოზე, რომელიც როგორც უკვე იყო ლაპარაკი, იქნება გაიმართება, რა არგუმენტები ჰქონდათ, არცოდნასთან იყო საქმე, როდესაც თუ სხვა რამესთან. მე ვფიქრობ, რომ აქ ალბათ კანონის არცოდნა უფრო მეტად შეიძლება იყოს, ვიდრე სხვა რაიმე. ყოველ შემთხვევაში ეს გამოჩნდება სასამართლოს. გასაგებია, ბატონო ირაკლი, როდესაც საუბარია იმ თანხებზე, რომელსაც შემოწირულობის სახით იღებს პარტიები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩდება ის კითხვა, რომელიც მეც დავსვი. უკვე საიდან მოდის ეს თანხები? თქვენ თუ შეგიძლიათ გითხრათ მაქსიმალურად დეტალურად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, როგორ შეძლო ქართულმა ოცნებამ იმ თანხების მობილიზება, რომელიც დაიხარჯა ამ კონკრეტულ არჩევნებზე? მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა. პირველ რიგში მე მინდა ზოგადად შევაფასო არჩევნები და ვთქვა, რომ ჩვენ ფაქტობრივად ამ არჩევნებით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანაში მკვიდრდება სამართლიანი თავისუფალი არჩევნები, შესაბამისად ის პროცესები, რაც დღეს მიდის არჩევნებთან დაკავშირებით, ხედავთ დარღვევებს, ხედავთ ასევე ძალიან მყისიერ რეაგირებას შესაბამისი ორგანოების მხრიდან, ხედავთ ასევე, რომ სასამართლოში იმართება დავები არჩევნების გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი პირველ რიგში მე მახარებს, რომ მიდის აბსოლუტურად ბუნებრივი სწორი პროცესი და ერთგვარად ყველა ვეჩვევით სამართლიანი არჩევნების პირობებში როგორ ხდება პროცესების მიმდინარეობა. ეს არის ერთგვარი კარგი საფუძველი იმისთვის, რომ მომავალში ყველამ აბსოლუტურად ეს იქნება პოლიტიკური პარტიები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები თუ საოლქო რაიონული კომისიის წევრები და მთელი რიგი ორგანოები, რომლებიც აქამდე ფაქტობრივად საომარ მოქმედებებში ატარებდნენ არჩევნებს, მე გულისხმობ წინა ხელისუფლების პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს. ეს არჩევნები გაცილებით უფრო დაძაბული იყო, იმიტომ რომ დაახლოებით 16,000 კანდიდატი იღებდა მონაწილეობაზე, თავისთავად ცხადია, მაღალი იყო ინტერესი, დაძაბულობა და შესაბამისად ორგანიზებაც გარკვეულ ციფრულებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ საერთო ჯამში მე იმაჩნია, რომ ეს არჩევნები და შემდგომი და თამდევი პროცესები არის ძალიან კარგი საფუძველი იმისა, რომ კარგი და სწორი დასკვნები გავაკეთოთ ყველამ აბსოლუტურად, როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე იმ ორგანოებმა, რომლებიც დაკავებული იყვნენ არჩევნების ორგანიზებით, რომ მომავალში ჩვენ უკვე სამართლიანი თავისუფალი არჩევნების პირობებში შევძლოთ ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება. დაუბრუნდეთ ბატონო ირაკლი კონკრეტულ თემატიკას, გადაცემის მეორე ნაწილში ძალიან მომეწონა იგივე, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ყურადღებით უსმენთ იგივე აუდიტის სამსახურის მიერ გამოცემულ დასკვნებს, CSKO-ს გადაწყვეტილებებს და ეს რეალურად ბუნებრივი პროცესი არის, სადაც ხდება რეალურად იმ დავების განხილვა. მე არ მახსოვს წინა არჩევნების დროს ასე თავისუფლად მსჯელობა და იმის იმედის ქონა, რომ იგივე სხვადასხვა კომისიებში გასაჩივრებული არჩევნები და ცალკეული უბნებზე ხდებოდა ისეთივე სამართლიანი რეაგირება, როგორც ამ შემთხვევაში დღეს ჰქონდა და სასამართლოზე რეალურად ჩვენ ყველა იგივე ოპოზიცია იქნება, დამოუკიდებელი კანდიდატები იქნებიან, რეალურად ელოდებიან ისინი სამართლიან გადაწყვეტილებას. და ეს არის მე ვფიქრობ, რომ მთავარი მონაპოვარი ამაზე ვისაუბრებთ კიდევ ერთხელ უფრო დეტალურად ყველა სტუმართან ერთად გადაცემის მეორე ნაწილში. დაუბრუნდეთ თანხებს, როგორ მოახერხა ქართულმა ოცნებამ ამ თანხების მობილიზება ამ კონკრეტული არჩევნებისთვის. თქვენ იცით, რომ ერთი არის, რომ სახელმწიფოსგან იღებს დაფინანსებას ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც გარკვეული კვალიფიციური სუბიექტები, რომლებიც გახლავართ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, როგორც თელ სოფლიოში ხდება, როგორც კერძო პირებისგან, ასევე სხვადასხვა იურიდიული პირებისგან თანხების შემოწირვა. ჩვენ ამ პროცესს ასევე ბუნებრივად ვაკვირდებით და ვაცხადებთ, რომ თავისთავად ცხადია, კერძო კომპანიას თუ პირს, ვისაც სურვილი აქვს, რომ შეწიროს პარტიას, ეს არის ასევე ბუნებრივი პროცესი და ძალიან გამჭვირვალე. სხვა დამატებით და თქვენ აცხადებდით, რომ ძალიან ბუნებრივია ის, რომ კომპანიებს სწორედ უფრო დიდი სურვილი უჩნდებათ, რომ მართლ გუნდს შეწიროთ თანხები, იმიტომ რომ ჩვენ აი ეს თანხები დავასახელეთ, მაგალითად თუნდაც ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით ორჯერ დიდია თქვენი ხარჯები. როგორც წესი, რა თქმა უნდა, კერძო კომპანიები თუ ცალკეული პირები, როდესაც ხედავენ ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ მის პოლიტიკურ ძალას მხარი დაუჭირონ. ამიტომ ამ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია, მით უმეტეს, როდესაც
ბიზნესი რეალურად გათავისუფლდა იმ ზეწოლისგან, რასაც წლების მანძილზე ადგილი ჰქონდა თავისთავად. დღეს როცა მე შეხვედრები მაქვს სხვადასხვა ბიზნესმენებთან, ჩემს მეგობრებთან, ყველა ერთხმათ აცხადებს, რომ ასეთი თავისუფალი გარემო ბიზნესმენებისთვის აქამდე საქართველოში არასდროს არ ყოფილა. შესაბამისად, თუ დღეს ქართულ ოცნებას ვინმე მხარს უჭერს, პირველ რიგში ბიზნესმენები და მეწარმეები ვინაიდან ისინი ხედავენ, რომ მათ მოეხსნათ ყველა ის ზეწოლის მექანიზმი, რაც წლების მანძილზე ჰქონდათ. ამიტომ ჩემთვის გასაკვირვი არ არის მათი მხრიდან ასეთი მხარდაჭერა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რეფორმები, რაც წარმოვიწყეთ ეკონომიკის თუ ბიზნესის მხარდასაჭერად, მომავალში კიდევ უფრო ადეკვატურად აისახება ჩვენი პოლიტიკური გუნდის დაფინანსების თვალსაზრისით, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ხედავენ ამ პოლიტიკურ ძალაში, ხელისუფლებაში იმ პოტენციალს, რასაც ქვია ბიზნესისთვის მხარდაჭერა და ხელშეწყობა. მადლობა. ქალბატონ ხათუნასთან გადავალ და შემდეგ დაგიბრუნდებით. ბატონ გიგლა, ქალბატონ ხათუნა, რამდენად ხედავთ თქვენ ბიზნესმენებისგან მართველი პარტიისთვის თანხის შეწირვაში იმის დადასტურებას და იმის აღიარებას, რომ მთავრობას სწორი კურსი უჭირავს? მოგესალმებით. და ბიზნესი გათავისუფლებულია წნეხისგან. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. აქ გამოტანილ გრაფიკაში და აქ რიცხვებში იყო მთლიანი თანხა, რა თანხა დაახარჯა პოლიტიკურმა პარტიამ, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება ასევე შედარება, რამდენია, რა წილი არის აქ შემომწირველების და რა წილი არის ბიუჯეტიდან მიღებული ოფიციალური დაფინანსება. ამ მისამართით ეჭვი მაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა ბოლო ადგილზე იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ არჩევნების განმავლობაში ჩვენ 2-3 პარტიის ძალიან აქტიური წევრის გარდა საერთოდ შემოწირულობა არ მიგვიღია და ეს არ არის შემთხვევით, ამას თავის წინაპირობები ჰქონდა. რა არის ეს წინაპირობები? სულ რაღაც თვენახევრის წინ დამთავრდა ბოლო სასამართლო პროცესი ყველა იმ შემომწირულთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი და რა თქმა უნდა, ეხა არავინ თავს არ ჩაიგდებს შარში არ გაიხვევს თავს, რომ კიდევ რაიმე სახის, რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეს, რაც არ უნდა ახლობელი იყოს და მხარდამჭერი იყოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, რომ იგივე გააკეთოს, იმიტომ რომ ეს ადამიანები უკვე თითქმის 2 წელია სასამართლოდან პროკურატურაში დადიან დაკითხვებზე, რატომ გაუჩნდათ ასეთი სურვილი, რატომ გააკეთეს ასეთი შემოწირულობა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა შორის 2012 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო სპეციალური კანონი ამინისტიის შესახებ, ეს ამინისტია შეეხო ყველას გარდა ნაციონალური მოძრაობის შემომწირულებს. ასე რომ ნამდვილად შემომწირულები ჩვენ არ ყოლია და აქედან გამომდინარე ძალიან მარტივია ლაპარაკი იმაზე რასთან გვაქვს საქმე და შესაბამისად თქვენ არ ეთანხმებით იმას, რაც ბატონმა ირაკლი ბიზნესი თავისუფალია და მას შეუძლია შეწიროს იმას, ვისაც უნდა. ბიზნესის თავისუფლებას რაც შეეხება ძალიან მარტივი არის ამაზე არ საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეს იყო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურად გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიში, სადაც პირდაპირ წერია, პირდაპირ არის მითითებული რაოდენობა იმ კომპანიებისა, რომელთა წარმომადგენლები და მათთან და ამ კომპანიებთან დაკავშირებული პირები არიან ქართული ოცნების შემომწირველები, მაგრამ მიმავდროულად სწორედ ეს კომპანიები არიან, ანუ ვისი წარმომადგენლებიც ფულს წირავენ ქართულ ოცნებას, სწორედ მათი კომპანიები იგებენ სახელმწიფო ტენდერებს. და აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ტენდერის მოგებაზე, ეს ძალიან დიდ თანხასთან მიდის. აქ ლაპარაკი არის პირდაპირი შესყიდვის გამარტივებული ტენდერით და ძალიან მარტივი სქემა არის იმასთან მიმართებაში, რომ ადამიანი იგებს 2 მილიონიან, 3 მილიონიან ტენდერს სხვადასხვა სამინისტროებში, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში და მე ამ კომპანიის დამფუძნებას ან ამ კომპანიის რომელიმე ხელმძღვანელთვის რომ გაუჩნდეს სურვილი, რომ თუნდაც 20,000, თუნდაც 45,000, როგორც იყო კონკრეტული გვარები და სახელები მითითებული ქართულ ოცნებას შეწიროს, თუ ამას ქვია ბიზნესის გათავისუფლება, დიახ, ბატონო ირაკლი და ბატონო გიგლა, ბიზნესი გათავისუფლებულია. თქვენ შეგეძლებათ ბიზნესის თავისუფლებაზე ლაპარაკით მხოლოდ მას შემდეგ, როცა ტენდერებში გამარჯვებული და უტენდეროდ გამარჯვებული და ერთ პირთან შესყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებებიდან თანხა მიღებული კომპანიები არ იქნებიან ქართული ოცნების შემომწირველები. მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ ილაპარაკოთ ესე და რაც
რაც შეეხება ხა რა თქმა უნდა სახელმწიფო პარტიას გამომდინარე იქიდან რომ ყველა ფინანსური ინსტრუმენტი მის ხელშია ფინანსთა სამინისტრო საფინანსო სამსახური რა თქმა უნდა არავის არ უნდა ყველას უნდა რომ თავის რაღაცა პლუსი დაიწეროს იმიტომ რომ იგივე შემომწირველი თუ მომავალში მას რაიმე პრობლემა შეექმნება და ნუ რავი ნუ მეტყვის ახლა რომ პირდაპირ საკუთარი სული რითმის თუნდაც ის კომპანიები რომელიც თქვენ ახსენეთ ბატონო გიგლა წარმოდგენა არ ქონა ქართულ ოცნებაში არც ერთ ადამიანს და უცებ ერთ დღეს საბანკო ანგარიშზე ნახეს რომ თურმე ამ კომპანიებს თანხა გადაუხდიათ ახლა ნამდვილად ეს ასე არ არის რა თქმა უნდა წინასწარ ამასთან დაკავშირებით მიდის გარკვეული საუბრები და მოლაპარაკებები გარკვეული საუბრები თუ მე არ გაწყვეტინებდი არ გაწყვეტინებდი ჩვენ შეგვეძლოს ერთმანეთთან ეს დებატებია თალკე ჩვენ ვისაუბროთ რა თქმა უნდა ეს დებატებია თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს ქალბატონო ხატნა ეს შეწყვეტინება არ იქნება დებატებია პირიქით უკეთესი იქნება თუ ერთმანეთს რა თქმა უნდა ეს ადამიანები გარკვეულწილად ინდულგენციას იღებენ რომ სამომავლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ შეიძლება რაიმე სახის პრობლემა წარმოეშოთ თავის საქმიანობაში თავის ბიზნეს საქმიანობაში მათ აქვთ კარგი ურთიერთობები დალაგებული სახელმწიფო პარტიასთან და მინდა გითხრათ რომ ყოველ კონკრეტული ბიზნესმენის უკან დგას კონკრეტული წარმომადგენელი ქართული ოცნებისა რომელიც არის გარკვეულწილად მისი თუ შეიძლება ასე ითქვას პატრონი გაჭირვების შემთხვევაში იმიტომ სხვანაირად არც ერთი ბიზნესმენი საკუთარი სურვილით ახლა გაიქცეს და ბანკებში რიგი დადგეს რომ გადაურიცხოს ფული ახლა ნამდვილად მე მგონი ამას ლაპარაკი არ შეიძლება ბატონ ზურაბ ის რაზეც საუბრობს ქალბატონი ხატუნა რა თქმა უნდა ხდებოდა წინა პერიოდშიც ჩვენ ვიცით და ამაზე ისაუბრებს ეკა გიგაურიც ცოტა ხანში ის ამბობს რომ 99% შემოწირულობისა ბიზნესიდან მიდიოდა მაშინ მართლ გუნდთან ანუ ნაციონალურ მოძრაობასთან ასე რომ ეს ახალი არ არის მოგესალმებით ყველას ბატონ გიორგი სწორედ ეს არის შეპასუხება რაც დარწმუნებული ვარ ბატონ გიგლას და ბატონ ირაკლის სურდათ როცა ხათუნას გააწყვეტინეს სურდათ ამის თქმა მაგრამ აქ ძალიან მარტივი რამ უნდა უპასუხოთ ქართული ოცნება 2012 წლის 1 ოქტომბერს მოვიდა ხელისუფლებაში იმ განაცხადით რომ ის საზოგადოებას ყველა სფეროში შესთავაზებდა დემოკრატიის, პოლიტიკური პლურალიზმის და ადამიანის უფლებების უფრო მაღალ სტანდარტს, ვიდრე იყო თუნდაც წინა ხელისუფლების დროს, როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში. ჩვენ ვხედავთ ამის სრულიად საპირისპიროს, რომ ტენდენცია არის უარესობისაკენ და აქ ძალიან კონკრეტულ ფაქტზე მინდა ვისაუბრო, რაც უკვე ახსენა ხათუნამ, 102 ასეთი შემომწირველია, რომელსაც და ამაზეც გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ისაუბრებს 102 შემომწირველია რომელსაც სახელმწიფოსგან ან გამარტივებული ტენდერით ან პირდაპირ შეხედვით აქვს მიღებული თანხა და შემდეგ შემოწირულობა აქვს გადარიცხული ქართული ოცნებისათვის და ეს თანხა საკმაოდ დიდია იმ 4 მილიონში რომელიც ქართულმა ოცნებამ ამ არჩევნებზე დახარჯა მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი საკითხი თუ რა ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ უშუალოდ არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ძალიან ბევრმა მუნიციპალიტეტმა და საკრებულომ მიიღო ცვლილებები ბიუჯეტში და წამოიწყო ისეთი ინიციატივები, თქვათ 61 დღით ადრე. მაყურებლისთვის განმარტავ, რომ თუ არჩევნები იყო 15 ივნისს და იყო 60 დღით ადრე დრო, როდესაც აღარ შეიძლება ცვლილებები შევიდეს ადგილობრივ ბიუჯეტებში, 61 დღით ადრე, სწორედ წინა დღეს უამრავი მუნიციპალიტეტი შემიძლია ჩამოთვალო ბოლნისი, ჭიათურა, ოზურგეთი, კასპი, ხაშური, ზესტაფონი, თელავი და ასე შემდეგ, იღებს გადაწყვეტილებას, სადაც შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები და იწყებენ პროგრამას, რომელიც ხელსაძლევს ქართულ ოცნებას და ეს იყო მაგალითისთვის თვითონ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერს ხელი აქვს მოწერილი ივნისის დასაწყისში, რომ 2.300.000 მოხდეს დახმარება სპორტში, სპორტსმენებისა და მწვრთნელებისათვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სპორტისთვის დახმარება, მაგრამ როცა ამხელა თანხა გამოიყოფა წინა საარჩევნო პერიოდში და ამას ხელსაწევს პრემიერ-მინისტრი, ჩემპიონატების მოგებისათვის ეს სასახად მიუთითებს, რომ ეს არის წინა საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციისა და ფულადის სახსრების გამოყენება სახელმწიფო პარტიის სასარგებლოდ. ეს მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ კარგად გავითვალისწინოთ
და ასევე მინდა ძალიან ზოგადი კომენტარს უპასუხო, რაც ბატონმა ირაკლიმ უკვე თქვა ამ არჩევნების დადებითად შეფასებასთან დაკავშირებით, ამაზე გვექნება საუბარი, მაგრამ კონკრეტ უპასუხეთ დაწუნებული ქართული მეორე ბლოკში ამაზე ვისაუბრებთ. ეს არჩევანი შევა ისტორიაში იმ კადრებით, რაც ჩვენ ვიხილეთ მარნეულის 25 და 27 დარღვევებზე საუბრობთ, ამაზე ვისაუბრებთ მეორე ბლოკში ბატონო. ან იმ კადრებით, როდესაც ჩვენ ვიხილეთ თბილისში მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა ზუგდიდში სოფელ კოქში, საიდანაც არის ბატონი დავითი 97 უბანზე როგორ უქნევს თიც ამაზე ვისაუბრებთ როგორც გითხარით უფრო დეტალურად. მე ახლა მინდა ბატონ გიგლას და ირაკლის მივცებ პასუხის საშუალება. გისმენთ ბატონ გიგლა. მცირედი კომენტარები მინდა, თუმცა ერთი პატარა რემარკა. წლის ბოლოს, მიმდინარე წლის ბოლოს რომ ჩატარდეს იუმორისტულ გადაცემათა კონკურსი, ალბათ ეს გადაცემა აიღებს ერთ-ერთ საპრიზო ადგილს მაინც, იმიტომ რომ ამ თემაზე, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ვინც ჩვენ გველაპარაკებიან ამ სტუდიაში, მინიმუმ ასეთი გამონათქვამების დროს, რასაც დღეს ხმარობენ, მინიმუმ უნდა მოგზაურობით ისაუბრონ და არ იყოს მათი რიტორიკა ასეთი ურცხვი და უტიფარი. რას გულისხმობ? კორექტული იყავით თუ შეიძლება. კორექტული ვიქნები, რა თქმა უნდა, მეწაღან მინდა მეთქვა, განსხვავებით იმ ვარაუდისგან, რაც ზურაბმა გამოთქვა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამე, რომ დაგემატებინათ თქვენ ფრაზა ჩემი აზრით, შეიძლება გამეზიარებინა ეს პოზიცია, რასაც თქვენ ამბობდით, იმიტომ რომ ყოველთვის ხდება ასეთი რამ. ამომრჩეველი, მათ შორის ტენდერში გაიმარჯვებს ერთი პირის მიიღებს დაუშვათ რომელიმე კონტრაქტს თუ არა, ყოველთვის ცდილობს, რა თქმა უნდა, რომ სახელმწიფო ძალასთან კონდეს უფრო მეტი დადებითი პოზიცია. ამას ასეთ მოსაზრებას მე გავიზიარებ, მაგრამ თუ შეხედეთ ციფრები რას ამბობს. 4 მილიონია დაუშვათ დაახლოებით შემოწირულობა ცოტა მეტი ქართული ოცნების კოალიციაში და 4 მილიონზე ცოტა მეტია ასევე დანარჩენი ყველა ოპოზიციური პარტიის. ხარჯებს ამბობ. ხარჯებიდან აი ეს შემოწირულობები ხო, მაგრამ ეს აქედან არ არის გაწეული ეს ხარჯები, ხო? ქართული ოცნების სახელმწიფო დაფინანსება მთლიანად ჯამური ყოველთვიურად არის 330,000 ლარი, 331,000 ლარამდე. შემდეგ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება ანალიზი იმ სტრუქტურისო დაუშვათ, რამდენი იყო სახელმწიფო დაფინანსების, რამდენი იყო ფიზიკური პირებისგან, რამდენი იყო იურიდიული პირებისგან. ამის ანალიზი კეთდება და გაკეთდება კიდევ. ძალიან კარგ სამუშაოს ეწევა ამ შემთხვევაში მართლაც საერთაშორისო გამჭვირვალობა და კი გავგრი რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება. კი ბატონო, რა თქმა უნდა, სიამოვნებით, მაგრამ იცით რა, თოდრიან რომ ბრძანა დარღვევების თანაბრობაზე, ესე იგი შემოწირულობის ოდენობების დაახლოებით ერთ და იგივეაო და დარღვევების დაახლოებით ერთ და იგივეაო. შემოწირულობები არ უთქვამს ერთნაირია. მაშინ ხარჯები თქვა, ხო? ხარჯები და დარღვევები დაახლოებით ერთნაირიაო. აქ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეხლა რამდენი მოთამაშეა დღეს, დაუშვათ ამ არჩევნებში და რამდენად მაღალია ინტერესი დღეს და რამდენად ალბათობა მაღალია, რა თქმა უნდა, დარღვევების. შესაბამისად, თუ ამ პროპორციას დავინახავთ, შეიძლება ითქვას, რომ დარღვევები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და დარღვევები დღეს ვითარება არ გაუარესებულა და რომ არ გაუარესებულა, რომ ეს ნაბიჯი წინ არის, ეს ჩვენი ფრაზები არ არის. ამას ჩვენ არ ვამბობთ დაუშვათ. ამას ლაპარაკობენ როგორც დამკვირვებლები და ველოდები, რომ დასკვნები იქნება სხვათაშორის დადებითი ძალიან. ამას ლაპარაკობენ ადგილობრივი გააყოლეთ ამას. ჩემი აზრით კი ბატონო, სიამოვნებით, რა თქმა უნდა, რომ მე რასაც ვკითხულობ უკვე, რაც უკვე გამოქვეყნებულია, იქიდან გამოვდივარ. ციტატები მომიტანოთ, თქვენს გაქვთ ვიცი ეს მასალები, თქვენს ხართ გაცნობილი, შესაბამისად, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთის ელჩების პოზიცია, რომელიც იქნა გამოქვეყნებული, გინდას დღევანდელი პოზიცია აპატურაის, რომელმაც ასევე პოზიტიურად შეაფასა მიმდინარე არჩევნების მთელი პროცესი და ასევე იმედი გამოითქვა, რომ არჩევნების მეორე ტური ისევე ჩატარდება. კარგი, ზოგად შეფასებაზე შემდეგ გადავიდეთ. ასე რომ, როდესაც ვლაპარაკობთ დეტალებზე და ზოგად შეფასებებზე, მე შემიძლია მხოლოდ ერთი რამ თქვა. ეს არჩევნები არის ზუსტად, რასაც ვამბობდით ჩვენ, გამოწვევა ჩვენთვის და ჩვენ დავდეთ ახალი ნიშა, ახალი თამასა დავდეთ. თქვენ მითხარით შემთხვევა, როდესაც 7 ხმით წაეგოს თქვენს მაჟორიტარს. მითხარით შემთხვევა 12 ხმით რო წაეგოს, 0.12%-ით რო წაეგოს, მითხარით ეს შემთხვევა, რომ ცდუნება თქვენგან. თქვენ დროს მარნეულში რამდენი არჩევანი მოდიოდა ხოლმე თუ გახსოვთ? ბატონ გიგლა, გთხოვთ, უბრალოდ ქალბატონი ეკა გველოდება, უნდა ჩავთოთ, გავაგზავნოთ ამ კონკრეტულ ფინანსებზე საუბარი. დავიცოთ, იმიტომ რომ ჩვენს
ქალბატონი ეკა უბრალოდ გოლდება ჩავთავდა გადმოვალ თქვენთან უკვე მე და ჩვენ შემდეგ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და მაყურებელსაც შევახსენებ რომ უკვე რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ უფრო დეტალურად ზოგად შეფასებაზე არჩევნების მაგრამ ჯერ დაუბრუნდეთ ამ თემას ფინანსებს ეკა გიგაური საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი გვერდება პირდაპირ ეთერში საამშვიდობისა ქალბატონო ეკა პირველ რიგში რა თქმა უნდა საინტერესოა თქვენგან მივიღოთ ინფორმაცია იმ 102 შემომწირულზე რომელზეც საუბრობენ ჩვენი სტუმრები ისინი ამბობენ რომ ესენი არიან ის პირები რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ დაკავშირებული არიან გარკვეულ კომპანიებთან რომლებიც სახელმწიფოსგან შემდეგ ტენდერებს იგებენ ან გამარტივებული წესით შეისყიდება მათი სერვისი აი ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია შეგიძლიათ თქვენ უფრო დეტალურად მოგვაწოდოთ დიახ ჩვენ უფრო დეტალურად შევისწავლეთ ეს საკითხები მას შემდეგ რაც გამოვაქვეყნეთ ის ანგარიში, რომელზეც თქვენი სტუმრები საუბრობენ და ხვალ გვექნება უკვე აი ამ ანგარიშის პრეზენტაცია. ძალიან ზოგადად რომ გითხრათ, საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შემომწირველი, რომელიც ფიქსირდება აუდიტის სამსახურის ანგარიშებში, იმ ანგარიშებში, რომელიც წარადგინეს პოლიტიკურმა პარტიებმა, დაახლოებით 400 შემომწირველი დაკავშირებული არის 8 სხვადასხვა კომპანიასთან. ეს შემომწირველები არიან არა მხოლოდ ქართული ოცნების შემომწირველები, არამედ ასევე არიან სხვა პარტიების შემომწირველები, ასე ნაციონალური მოძრაობის, დემოკრატიული მოძრაობის და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ ტენდერებს, ჩვენ ვამბობთ, რომ ზოგადად ამ მიმართულებით გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა, იმიტომ რომ თუკი ჩვენ ამას ყველაფერს შევადარებთ გასულ წლებს, მაგალითად 2012 წელს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დაახლოებით 99% შემომწირველებისა, რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ იურიდიული პირებთან დაკავშირებული ადამიანები, ძირითადად ისინი სწირავდნენ მმართველ პარტიას და ამ შემთხვევაში მხოლოდ 2 გამონაკლისი იყო ქართული ოცნების შემთხვევაში, მე 2012 წელზე ვსაუბრობ და ამ კომპანიებმა შესწირეს ნაციონალურ მოძრაობას 11 მილიონი და წლის განმავლობაში მიიღეს დაახლოებით 110 მილიონის გამარტივებული კონტრაქტი, ასე ვთქვათ, ანუ ეს არის ის კონტრაქტები, როდესაც პირდაპირ ფორმდება კონკრეტულ ტენდერის გარეშე. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, აქ არის მსგავსი ტენდენციები, მაგრამ აქ ჩვენ ვსაუბრობთ უკვე პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირებზე, რომლებმაც დაახლოებით 40 მილიონის ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს სახელმწიფოსთან და აქედან მხოლოდ 6 მილიონი იყო უпростоრად 10 მილიონი იყო გამარტივებული წესით დადებული კონტრაქტები. ანუ როგორც ხედავთ ახლა 110 მილიონსა და 11 მილიონს შორის არის განსხვავება. კიდევ ერთი ტენდენცია, რაც ჩვენ აი ამ არჩევნებზე ვნახეთ, არის ის, რომ მაგალითად იმ კომპანიებმა, რომლებმაც შესწირ იმ პირებმა, რომლებიც კავშირში არიან კომპანიებთან, ამ კომპანიებმა და ამ პირებმა შესწირეს მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას, წლის განმავლობაში ამ პირებმა მიიღეს 2 მილიონის ღირებულების კონტრაქტები და აქედან 400,000 იყო გამარტივებული. ანუ ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ნაციონალურ მოძრაობას. დაახლოებით იგივე ტენდენცია არის დემოკრატიული მოძრაობის შემთხვევაშიც. ანუ თქვენ ხედავთ, რომ რეალურად კი მმართველი პარტია ლიდერო ამ შემთხვევაში, მაგრამ გავამარტივოთ მაყურებლისთვის, თქვენ ტენდენციას გულისხმობთ იმას, რომ ამ შემომწირველთა ძირითადი ნაწილი მაინც თავის თანხებს მიმართავს მმართველი გუნდისკენ, თუმცა ამბობთ, რომ მდგომარეობა შეცვლილია და ბევრად უფრო მეტი შემოწირულობა მიდის ოპოზიციური პარტიებისთვის. ბევრად უფრო მეტი შემოწირულობა, არა, ბევრად მეტი შემოწირულობა ნამდვილად არ მიდის. თქვენ ნახეთ ციფრები და შემოსავლები პარტიების და რეალურად ბევრად უფრო პერიოდთან შედარებით და არა სახელმწიფო. წინა პერიოდთან შედარებით ნამდვილად უფრო მეტი მიდის, კი, ნამდვილად უფრო მეტი მიდის ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ თუ კი შევადარებთ მაგალითად იმ შემოწირულობებს, რომელიც ხორციელდება მმართველი კოალიციის სასარგებლოდ, ну რა თქმა უნდა, ციფრები არის ძალიან განსხვავებული. კი ბატონო, ბატონ ირაკლის აქვს შეკითხვა. ქალბატონო ეკა თქვენთან. კითხეთ.
არიან თუ არა ისეთი კომპანიები, რომელთაც გამარჯვებული აქვთ სხვადასხვა სახელმწიფო ტენდერებში და ამ შემთხვევაში დააფინანსეს ოპოზიციური პარტიები. კი, მაგას ვამბობ ზუსტად, რომ არიან რომელი ოპოზიციური პარტია ეს ქალბატონო ეკა და არა, ნაციონალური მოძრაობა არის ნამდვილად, არის, იმიტომ რომ მე არ ვიცი და თქვენ უფრო გწოდნიათ და იქ მეც რომ ვიცოდე ვინ დაფინანსებს. ქალბატონი ხათუნა ვიდრე თქვენ ჩაგვერთვებოდით ქალბატონო ეკა ამბობდა რომ რეალურად 2 თუ 3 შემოწირა ნაციონალურ მოძრაობას თანხა ამ არჩევნებისთვისო და ამიტომ ის ინტერესდება ფიზიკურმა პირმა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით არის დაკავშირებული დაახლოებით 4 პირდაპირ და არაპირდაპირ დაახლოებით 4 იურიდიულ პირთან. და კიდევ ერთი შეკითხვა რომლები არიან ეს პირები შეგიძლიათ თქვენ ანგარიშზე, მაგრამ მე მგონი რომ რაღაცა შეგიძლიათ დააკონკრეტოთ თუ უნდა დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. იცით, ჯობია რომ ხვალინდელ დღეს დაველოდოთ, იმიტომ რომ ყველა ეს კომპანია ნამდვილად არ მახსოვს სახელებით, მაგრამ ნამდვილად ესეა ჩვენ ეს ყველაფერი გადავამოწმეთ საჯარო რეესტრში. კარგი, ქალბატონო ეკა, ბოლოს შეკითხვა. გამეხარდება თუ აღმოვაჩენო ვინმე იგივე ორ კომპანიასთან არის მაგალითად დაკავშირებული ის შემომწირველები, რომლებმაც შესწირეს ქალბატონ ნინო ბურჯანაძის პარტიას, მაგასაც. კარგი, ქალბატონო ეკა, რამდენად გამჭვირვალეა დაფინანსების პროცესი, რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და ზეწოლის ფაქტები თუ არის დაფიქსირებული? ამ შემთხვევაში ჩვენ წელს ბიზნესმენებზე ზეწოლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიგვიღია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აუდიტის სამსახურმა უნდა შეხედოს განსაკუთრებით გამარტივებულ ტენდერებს, რადგანაც აქ მაინც შესაძლებელია იყოს რისკები. რაც შეეხება ტენდერებს, ამასაც შესაძლებელია, რომ აუდიტის სამსახურმა უკვე სატენდერო პროცედურებს შეხედონ, აქაც თუ კი მაგალითად ერთი კომპანია მონაწილეობდა მხოლოდ და მხოლოდ ტენდერში, ამ შემთხვევაში აქაც შეიძლება გარკვეულ პრობლემებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ საერთო ჯამში მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა არც წინა შემთხვევებში 2012 წელს და არც ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვამბობთ, რომ იმის გამო, რომ კომპანიები იგებენ ტენდერებს, ან მათთან ფორმდება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები, არ ნიშნავს ეს იმას, რომ კანონი ირღვევა. რა თქმა უნდა, კანონი არ ირღვევა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი არის გამარტივებულ შესყიდვაზე, მნიშვნელოვანი არის, რომ მან ამ პროცესებმა გარკვეული მონიტორინგი გაიაროს. დიდი მადლობა. ქალბატონი ეკა გიგაური საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ ველოდებით ინფორმაციას, რომელსაც თქვენ ხვალ გააჟღერებთ და ძალიან საინტერესო იქნება ის დეტალები, რომელსაც ჩვენ ხვალ გავიგებთ. ჩვენთვის განსაკუთრებით. მოდით როგორც დავპირდი ბატონ ირაკლის მივცემ მე ახლა პასუხის და კომენტარის გაკეთების საშუალებას, მათ შორის იმაზე, რაც მოვისმინეთ ქალბატონი ეკასგან. პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ არასამთავრობო სექტორი ახორციელებს მონიტორინგს და ეს კიდევ ერთხელ დამატებითი საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენ მომავალში უფრო გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ ის კონტროლის მექანიზმები, რომ აღარ გაგვეპაროს მსგავსი ტიპის დარღვევები, თუ კი იარსებებს, მაგრამ მე მინდა უბრალოდ გამოვეხმაურო ზოგადად აი ამ ბიზნესმენების მხრიდან დაფინანსებას პოლიტიკური პარტიების და შევახსენო ჩემს კოლეგებს, ვინ აფინანსებდა თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას. არაერთი ფაქტი იყო, როდესაც ბიზნესმენს იჭერდნენ, ანუ მე მინდა უბრალოდ საზოგადოებას შედარება დამაცარეთ ბატონ ზურაბ, საზოგადოებამ მინდა დაინახოს და შედარების საშუალება ქონდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ თქვენ ცუდად აკეთებდეთ, ჩვენ უფლება გვაქვს, რომ ცუდად გავაკეთოთ, ამასაც ნამდვილად ხაზს გაუსვენ, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ დროს იყვნენ ბიზნესმენები, რომელსაც დაიჭერდნენ ღამის 2 საათზე საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ. ნუ განსხვავება ისაა, რომ დღეს თავის ნებით მე ეს ბიზნესმენები გამოდიოდნენ ციხიდან და რას აკეთებდნენ? მეორე დღესვე ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდნენ. მე შეგახსენებ. ეხა დაჭერის გარეშე 2012 წელს შეგახსენებთ. 2012 წელს შეგახსენებთ. თქვენ შეცვალეთ კანონი იმისათვის, რომ ბანკი ქართულ გაგეკოტრებინათ და წინა საარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის 64 მილიონით დააჯარიმეთ. ესეც რომელიც უკან წაიღო, როგორც კი არჩევნები დამთავრდა, პირველი ეგაა. წაიღებდა კიდევაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს იყო უკანონო ქმედება, მიმართული იყო ერთი კონკრეტული პირის და მისი ბიზნესის განადგურებისკენ. სასამართლოს გარეშე უნდა წაიღო. ასევე გაგახსენებთ, რომ თქვენი დამფინანსებლები, მათ შორის იყვნენ ადამიანები, კერძო პირები და თქვენ გაიხსენეთ ჟურნალისტური გამოძიებები,
რომლებიც იყვნენ სიღარიბის მიღმა, რომლებიც აღრიცხული იყვნენ სოციალურ ქსელებში და ამაგებოს კონდა 20000 შეწირული ქართული ოცნების ესახა ეგ არ უნდა გეტყვას შეგიძლიათ აფინანსებდა თქვენს პოლიტიკურ ძალას, მაშინ როცა არც იცოდნენ თუ რა ტიპის შემოწირულობას ახორციელებდნენ. ეხლა რაც შეეხება ბატონმა გიგლამ მოგვიწოდა და იქნებ ხმარამომიღია არ ჩავსტულ ვარ მაქსიმალურად ამ კულტურას ვინარჩუნებ და ვცდილობ ყველგან ეს დავამკვიდროთ და მე მგონი დამამთავრებინებ. ბატონ ზურაბის განცხადებას რაც შეეხება მარტვილის და მარნეულის ფაქტს, რა თქმა უნდა გმობთ და რა თქმა უნდა მიუღებელი აბსოლუტურად. მე მიჯნებით რა თქმა უნდა და მეცაც გეტყვით. ის რომ ეს უბანი გაუხდა, ესეც არის ერთგვარი ის სწორი გამოძახილი, სწორი რეაგირება ფაქტზე, მაგრამ მე გაგახსენებთ 2012 წელს, ბატონო ზურაბ. თქვენ იყავით თუ არა არჩევნებზე ხაშურში, შემთხვევით ხო არ მოხვედრილ ხართ ხაშურში. მე ვიყავი ხაშურში და რამდენიმე უბანზე შეჭრილი იყო სპეცნაზი, მე პირადად მიწევდა. რაბავიკიანი, მასკიან ხალხთან ერთად ბრძოლა იმის გამო ვისაუბრებ ჯერ ბატონო ირაკლი. წევრები მშვიდობიანად გამოგვეყვანა უბნებიდან. იმას კი აღარ ფიქრობდით რომ არჩევნების შედეგი როგორ დაფიქსირებოდა. ბატონო ირაკლი, ჯამრთელები გამოგვეყვანა იქ. იმაზე ვთხოვთ დარღვევებზე ჯერ ვისაუბრებთ, ამაზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. ეს იმას არ ნიშნავს, ეს იმას არ ნიშნავს. ბატონო ვისაუბრებთ ჯერ ერთგვარად ამართლებს ნებისმიერი ტიპის დარღვევას. მეტის ჩვენთვის არის პრინციპული რომ ამ შემთხვევაში ყველა ის სირედის სახით მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ნიშნულოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია და ბატონმა გიგლამ დაასახელა ფაქტები, როდესაც 0.12%-ით იყო სხვაობა და ყველანაირ ცნუნებაზეც კი არ იყო საუბარი, ეს პრინციპული მიდგომაა. გასაგებია, ბატონო ირაკლი, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მათ შორის ჩვენი ოპონენტები, მათ შორის მმართველი პოლიტიკური ძალა, რომ ჩვენ უნდა შევეჩვიოთ სამართლიანი არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. და ამ პროცესში ნუ ვიქნებით ჩასაფრებულის პოზიციაში, რომ გინდა თუ არა ცუდი ნათქვამი, ციკლაური გამოვიდა და ვიქრა, რომ შევარდნაძის შემდეგ ასეთი დაუბრუნდეთ საშინელი არჩევნები საქართველოს არ ქონდიან და ამას რო იტყვის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ხა რაღა სამართლიანობაზე უნდა სიმართლეზე ელაპარაკო, პროცესს გავიმეორე. უპასუხებდეთ ბატონ ირაკლის და ბატონ გიგლას, მე არჩევნებს არ ვახსენებ, ხოლო დაფინანსებაზე. არა, დაფინანსებაზე ვისაუბროთ, ისე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გადაცემის მეორე ნაწილში ამაზე უფრო დეტალურად გვექნება განხილვა ამ საკითხის. ქალბატონო ხაცუნა, თქვენ მოისმინეთ ეკა გიგაურის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ ტენდენცია იმისი, რომ ბიზნესმენები ძირითადად შემოწირულობას მართველი გუნდის მიმართულებით მისამართით აკეთებენ, შენარჩუნებულია, თუმცა მან თქვა, რომ მდგომარეობა შეიცვალა და ოპოზიციური პარტიები უფრო მეტ შემოწირულობას იღებენ, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. იცით რა, დავიწყებ ერთი საკითხით, უბრალოდ ბატონმა ლაშამ თქვა, რომ საპრეზიდენტოზე და ეხლანდელ ადგილობრივ არჩევნებზე დაახლოებით თანაბარია ჯარიმების რაოდენობა. მე სამწუხაროდ არ მაქვს თან დოკუმენტები, მაგრამ მე მგონი რომ ბატონ ლაშას უბრალოდ არ ახსოვს საპრეზიდენტოზე საერთოდ არავინ არ დაჯარიმებულა. ან მე მაქვს მეხსიერების პრობლემა, ან ბატონ ლაშა თორდიას. არა, ბატონ ლაშა დაჯარიმების ხარისხი იკითხა ბატონმა გიორგიმ და მინდა გითხრათ რომ და თქვენს გაიმეორეთ რომ ერთნაირი არისო, ან მე მაქვს მეხსიერების პრობლემა, ან ლაშა თორდიას და გადავამოწმოთ მე თქვენს და მეც, მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი და არც ერთი შემომწირველი არ დაჯარიმებულა, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. ეს ისე უბრალოდ ინფორმაციისთვის. ეს სასამართლომ არ დააჯარიმა თუ არა, არც აუდიტის სამსახურსაც არაფერი მსგავსი მიმართვა არ ქონია, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. და ხალხთან მაგათი ჩემი აზრით, როგორც ბატონმა გიგლამ ზეგავლენა მოვახდინეთ აუდიტის სამსახურზე და იმიტომ არ მოხდა. არა, ეს ლაშა თორდიას კითხეთ, ვინ ახდენს ზეგავლენას მასე და როგორ ხასიათზე, მე უბრალოდ ვამბობ, რომ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას და მეც არაფერს არ ვამბობ. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რაც ქალბატონმა ეკამ მოგვაწოდა, მე მესმის ეხლა რომ ძალიან ძნელია ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციის მესმის ამ ბოლო პერიოდში ძალიან უჭირთ რომ რაიმე კრიტიკული თქვან ამ არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მათ წინასწარი ანგარიშიც დაწერეს და ზოგადად ტენდენცია ესეთია რომ რა გადასარევი არჩევნები ჩატარდა და მართალია ხა არასამთავრობო ორგანიზაციები არ ყოფილან იქ ფეიერვერკებზე და შამპანიურებზე, მაგრამ ხო აღინიშნა და ხო ვიზეიმეთ კარგი არჩევნები. და ამის შემდეგ არის ეს როგორღაც უნდა მივიყვანოთ ბოლომდე რომ საბოლოო
შედეგებიც ასე დაიდოს, მე მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა უთხრა ქავტონ ეკას, ალბათ მისმენს ახლა, რომ მე ხვალ აუცილებლად მივალ იმ ანგარიშის მოსასმენად და ამ კონკრეტულ შეკითხვებს, რომელიც ახლა დავუსვი, იქაც დავუსვი, იმიტომ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ვერც ერთი პირი, რომელიც მე ვიცი კონკრეტული სახელები და გვარები იმ 2-3 ადამიანისა, ვინც იყო ჩვენი შემომწირველი და ისიც ვიცი მათ კონკრეტულად თუ აქვთ ვის რა ბიზნესი აქვს, ნამდვილად რომ არც ერთ ტენდერი არ მოუგიათ. დაგიმალეს ხელისუფლების არა, მე ეხმინაიდან ქალბატონმა ეკამხა რომ მესმის ახლა როდესაც საუბარი არის რომ კომპანიები აფინანსებენ ოპოზიციურ პარტიებსაც და ადრე როგორ იყო და ეხლა როგორ არის ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ ზოგადად მხოლოდ ფიზიკური პირების მიერ როგორ ხდებოდა დაფინანსება იმიტომ რომ იურიდიული პირების დაფინანსება ამ ხელისუფლების პირობებში შევიდა ეს ცვლილება კანონში მანამდე იურიდიულ პირებს არ ჰქონდათ დაფინანსების უფლება პირებზეა საუბარი დიახ მესმის მაგრამ იურიდიული პირებიც იყო ნახსენები და ამიტომ ამ განმარტებასაც გავაკეთებ იმიტომ რომ ადრე იურიდიული პირები ვერ აფინანსებენ პირდაპირ მხოლოდ ფიზიკური არა თქვენ შეცვალეთ ბატონო ირაკლი და რაც შეეხება ქადო შეგიძლიათ ვთქვათ ამ 2 მილიონი ლარიდან რომელიც დაიხარჯა ნაციონალური თითქმის 2 მილიონი ლარიდან რომელიც დახარჯა ნაციონალურმა მოძრაობამ ამ არჩევნებზე რა წილი მოდის შემოწირულობაზე იცით რა მე ხა გამიჭირდება მაგრამ ნუ ამ 2 მილიონის ნუ მაქსიმუმ რა ვიცი რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს 1-2%-ით მე უბრალოდ რომ ცოდნო და წამოვიღებდი კონკრეტულ სახელებს გვარებს ციფრებს ნამდვილად გამოქვეყნებული წერილ შეგიძლიათ უბრალოდ საიტზე შეხვიდეთ აუდიტის სამსახურის და გვარები და სახელები გამოქვეყნებული ძალიან მაინტერესებს ვის აქვს მათგან მოგებული ტენდერი ესე სულ მოუთქმელად ველუნდები ხვალინდელ დღეს და კიდევ ერთი რამე დაფინანსებებთან დაკავშირებით რაც აუცილებლად მინდა ვთქვა რომ მე მესმის ძალიან კარგად ძალიან რთული არის როდესაც ადამიანებზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ მინდა კონკრეტული სახელები და გვარები დავასახელო, იმიტომ რომ ჩავაგდო ეს ადამიანები უხერხულ მდგომარეობაში, მაგრამ იცით როგორ შეკითხვებსავენ ბატონო ირაკლი და ბატონო გიგლა პროკურატურაში ჩვენი ყოფილი შემომწირველების მიმართ, ნუ მე ვარ ალბათ ის გამონაკლისი, რომელიც ვიყავი რაღაც თანხა შევწირე პარტიას და არ დაუბარები ვარ, თორე იცით როგორი შეკითხვები არის რატომ მოვიდა თავში აზრა დაფინანსება ეს ხო ერთი შეკითხვაა, მაგრამ მისამართს ეკითხებიან ზეპირად. მისამართი ჩვენი ოფისი შეიძლება მე და ზურამ ვერ გითხრათ და ამას რომ მისამართი არიციან, რომ რაც არ უნდა აუხსნა სად მდებარეობს ფიზიკურად, პროკურატურა და საფინანსო სამსახური თვლის, რომ ამ ადამიანებს შეხება არ ქონიათ თურმე და მისა და რაც შეეხება დაფინანსებას, რომელიც თქვენ ახსენეთ, ბატონო ირაკლი, მე უბრალოდ ორი მაგალითი მოიყვანეთ, ერთი დაფინანსებაზე და ერთი არჩევნებზე და ორივე ძალიან ცუდი მაგალითი მოიყვანეთ და რატო ეხა აგიხსნით? ქართულ ბანკთან მიმართებაში გვარებს და სახელებს ჩამოგიტვით, იმიტომ მახსოვს. ადამიანები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში 700-800 ლარის მეტი მათი შემოსავალი თვის განმავლობაში არ ყოფილა, უკაცრავად მდგომარეობაში ვიყავით თქვენთან მიმართებაში. არჩევნების წინ რატომღაც რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება თქვენ მესმის რომ არ გინდათ რომ ეს ფაქტი დასახელოს, მაინც ვიტყვი რომ ადამიანს რომელსაც წლების განმავლობაში ქართულ ბანკში მუშაობის განმავლობაში 700-800 ლარზე მეტი თვეში შემოსავალი არ ქონია. არჩევნებამდე 2 თვით ადრე მას მიეცა 20,000 ბონუსი და აქედან 18,000 შეწირა ქართულ ოცნებას. აი ამაზე იყო ლაპარაკი. ყველა დააჯარიმეთ ქალმოხატუნა და მე მეცაც გეტყვით. აი ამაზე იყო ლაპარაკი. იმ პირობებში როდესაც ჩვენ გებრძოდით თქვენ როგორც რეჟიმს, ყველა გზას ვიპოვიდით რომ ჩვენ ანუ აღიარებთ რომ უკანონო ვაღიარებთ არა ის დაჯარიმება მოხდა იმ პირების თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ 10 მაგიოდენობით გახსოვთ საერთოდ შემდეგ 120 მილიონამდე ავიდა 120 მილიონამდე ავიდა 2 წელი აუდიტის სამსახურის ხმა აღარ ამოუღია ისეთ დღეში ჩააგდეთ რომ 2 წელია უკვე 2 არჩევნები გავიდა და ხმა აღარ ამოუღია მაგის მერე აუდიტის სამსახურს მაგ დაჯარიმებების გამო ბატონ ზურასთან კონკრეტული თემითაც მინდა თქვენთან გადმოვიდეთ, თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა კომენტარი გააკეთოთ, მაგრამ მე აუცილებლად მინდა, როდესაც დაფინანსებაზე ვსაუბრობთ პარტიების, ბაქოს ინციდენტს შევეხო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი თანაგუნდელები დააკავეს, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, თქვენი ოპონენტების მხრიდან, ნუ ქართულ ოცნებას გულისხმობ ამ შემთხვევაში, მაშინვე გაჩნდა მოსაზრებები, რომ აი პარტია შავფულს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. გიორგი გეგეჭკორმა მაგალითად განაცხადა ასეთი რამ სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის. ვიდრე ამ საკითხს უპასუხებდე, უბრალოდ ორ კომენტარს გავაკეთებ. პირველი არ შემიძლია უბრალოდ ამდენ ხანს ვიცდი ბატონმა გიგლამ რაც სიტყვა უტიფარი ახსენა და მე ვფიქრობ უხერხული არის ამ დისკუსიაში ასეთი ცნებებით ოპერირება, იმიტომ რომ
უბრალოდ თუ გვინდა რომ საღი პოლიტიკური დებატები იყოს, არ უნდა იყოს, მაგრამ ნამდვილად უტიფრობაა ბატონო გიგლა ამის იმოსმენა შევარდნაძის პერიოდის პროკურორისგან, რომელმაც ძალიან კარგად იცის რამხელა კორუფცია, ფულის კეთება და მეკრთამეობა იყო იმ პროკურატურაში. ამიტომ ეს ნამდვილად არის უტიფრობა. ეხლა რაც შეეხება შედარებებს, რაც პირდაპირ დანაშაულებ გიგლას პროკურორული პროკურორი. არა, მან კარგად იცის რა ხდებოდა იქ. ხო და გიგლას დანაშაულებ თუ არა ეს თქვენი ინტერპრეტაცია არის, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის რა ხდებოდა იქ. ეხლა რაც შეეხება ირაკლი მუდმივად შედარებას აკეთებს ხოლმე, ვთქვათ ჩვენ პერიოდთან და წინა 9 წელთან არის ხოლმე შედარება. მე ვისურვებდი თქვენ. ჩვენ ხوار დავასწრებთ რაღაცაებს. მე ვისურვებდი რომ შედარებას თუ აკეთებთ, ერთმანეთს შეგვედარებინა გაკეთებული საქმეები, რაშიც ქართული ოცნება ნამდვილად მოიკოჭლებს და ყველაზე ცხადი მაგალითი არის მხოლოდ 2 კილომეტრზე გაგრძელებული გზა იმ მაგისტრალისა, რომელმაც თბილისი ბათუმს უნდა დააკავშიროს წელიწად ნახევარი. ასე შორს არ მივდივარ, მაგრამ შედარებებზე მივდივართ მუდმივად უკან. ეხლა როდესაც ლაპარაკი არის შემოწირულობებზე, მე მინდა ასევე ძალიან დიდ ბევრ კითხვებს აჩენს საზოგადოებაში და ალბათ ჩვენ გვექნება საშუალება მომავალში მაინც რომ რეალურად გავიგოთ, რატო ხდება ხოლმე და ხდებოდა ამ თვეების განმავლობაში ერთბაშად შავი ჯიპების მომრავლება ხოლმე ბანკი ქართუს ოფისებთან კონკრეტულ დღეს თვის განმავლობაში და ხომ არ იყო ეს დაკავშირებული, ეს კითხვა უბრალოდ ხომ არ იყო დაკავშირებული იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ პოლიტიკურ მოსყიდვას ახორციელებს ან კონკრეტული მინისტრების, ან კონკრეტული პარლამენტარების, მაგრამ ამაზე ჩვენ დღეს ნამდვილად ვერ მივიღებთ პასუხს. რა თქმა უნდა, ეცინებათ. ნამდვილად ვერ მივიღებთ პასუხს. ეხლა უბრუნდები იმ კითხვას, რაც თქვენ თქვით ამასთან დაკავშირებით. ძალიან მარტივი ბაქოს თემასთან დაკავშირებით ძალიან მარტივი არის. მე ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლების კმეტებაში არაერთხელ დაგვინახია, მაშინაც როცა ისინი ოპოზიციაში იყვნენ, მუდმივად და იყვნენ დაკავებული მხოლოდ ლანძღვით და საკუთარ ვერ ხვდებოდნენ როგორ აზიანებდნენ საკუთარ ქვეყანას. მაგალითისთვის გამოდგება ძალიან კარგად 2008 წლის ომი, როდესაც ისინი საქართველოს ადანაშაულებდნენ ომის დაწყებაში და საბედნიეროდ ნენელა მიხვდნენ, რომ ეს უბრალოდ ქვეყნისთვის ზიანის მომტანია. დღეს ეს მივიდა იმასთან, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს აზერბაიჯანს პრაქტიკულად ითრევენ ისეთ შიდა პოლიტიკურ კონფლიქტში, რომელიც ნამდვილად აზიანებს აზერბაიჯანულ ქართულ ურთიერთობებს და ისე გამოდის მათი ლაპარაკიდან, რომ გნებავთ საბაჟო სამსახური აზერბაიჯანში, გნებავთ საზღვრის დაცვა, გნებავთ აეროპორტის თანამშრომლები, ესენი უბრალოდ კორუმპირებული მექთამი ადამიანები არიან, რომლებმაც ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე უბრალოდ რაღაცის გამო მათ დანაშაული ჩაიდინეს, რაღაცის გამო გამოუშვეს. ეხლა როდესაც საკუთარი პოლიტიკური პარტიული ინტერესის გამო მიდიხარ იმაზე, რომ არა მარტო დააზიანო შენი პოლიტიკური ძირითადი ოპონენტი, რომელსაც მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლას ახორციელებს, ძალადობას აკადგენ, არამედ მიდიხარ იმაზე, რომ ამის გამო დააზიალო ყველაზე საკვანძო პარტნიორთან ურთიერთობებიც კი და ის ქვეყანა ჩაირვა ამაში, ამაზე მეტი კომენტარი რა უნდა გავაკეთოთ. თუ შეიძლება ბაქოს თემაზე ერთად იმასთან დაკავშირებით, თქვენ ხო იყავით იმ ბაქოს აეროპორტში, ზუსტად იგივე და თქვენ ხო თქვენი თვალით ნახეთ ის ადამიანები, ვინც გამოაცილეს ჩვენი კოლეგები აეროპორტში. მე მგონი გაგაცნოთ კიდევაც მიხეილ მაჭავარიანმა ჩვენი ერთ-ერთი აზერბაიჯანელი კოლეგა, ხო? თქვენ პირადად ნახეთ. კი, ვნახე. კი, ხო? არა, ამის მერე უბრალოდ მე ვნახე თქვენი რაღაცა შეკითხვები გამოქვეყნებული, რომ ვის ხდებოდა რა საკეთებთ, მაგრამ მე მგონი თქვენი თვალით ნახეთ. ახლა შეიძლება ეს სხვას დაესვა, მაგრამ თქვენ რომელმაც ნახეთ, რომ კოლეგებმა გამოაცილეს, შემოყვნენ აეროპორტში, გაგაცნეს, ხელი ჩამოართვეს. ამის, არა, იმის თქმა მინდა უბრალოდ რომ ვინ და თქვენ ნამდვილად იცით ეს ადამიანები რომ შეხვედრებზე იყვნენ იქ ჩასულები და საკუთ თუ გვინდა ეს თემა ამ თემას შაურმავდეთ არა ჩაუბრუნდეთ მომეცემა ამის დრო ჩემას გეტყვით რა პრობლემაა თქვენ ამის დრო ჯერ ბატონ გიგლას უნდა და შეპასუხება და სიამოვნებით კი ბატონო სიამოვნებით საქმე იმაშია რომ მე ნელა მეკარგება სურვილი ვისაუბრო იმ თემებზე, რა თემებზეც ახლა მე უფრო მეტად მინდა ველაპარაკო მსმენელს, ამომრჩეველს და უთხრა ის, რაც არის რეალობა.
რაც არის მართლაც საამაყო, რადგან 27 ივნისის გამოწვევა, რითაც ჩვენ ვამბობთ ხშირად, რომ ჩვენ ვამთავრებთ პოსტსაბჭოთა ეპოქას საქართველოში, მართლაც ღირსეულად შევხვდით ამ თარიღს და ღირსეულად ჩავატარეთ არჩევნები და მე მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი, არ მოგწონთ ის სიტყვები, რაც ვიხმარე, კი ბატონო, მაგრამ აი ნახოთ სიტყვები. სანდო, ეს არჩევნები იყო სანდო, კარგად ადმინისტრირებული, ისეთი როგორიც ასახავდა ამომრჩევლის ნებას, ასევე ნიშანდობლივია ისიც, რომ არჩევნების შედეგად წარმომადგენლობის ხარისხი იქნება უფრო პლურალისტული, შემდეგ ველოდებით, რომ აღმოჩენილი ანომალიები თუ ხარვეზები იქნება შესწავლილი, გათვალისწინებული და აღმოფხრილი არჩევნების მეორე ტურის ჩატარების წინ, ველოდებით, რომ მეორე ტური იქნება ისეთივე კარგი, როგორც იყო პირველი. მე ვიღებ ამ სიტყვებს, ვიღებ იმ გამოწვევებს, იმ არასისტემურ დარღვევებს, რომელიც იყო, ამას ჩვენ პასუხი გავეცით და გავცემთ კიდევ. მათ შორის, ნახეთ, სტატისტიკა რიცხვების შედარება გიყვართ და თუ ყოფილა როდესმე იმდენი ადამიანის საარჩევნო დარღვევებისთვის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რამდენიც ეხლა და ამის შემდეგაც მინდა გაგახსენებთ კიდევ ბევრ რამეს, ამის შემდეგაც ჩვენ არ ვაპირებთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს თამასა დავწიოთ ქვევით. იმ გზას, რა გზაც თქვენ ატარეთ, არ ვახსენებ 9 წელიწადს, კი ბატონო, თუ მეორე არჩევნების მეორე ტურისთვის, მეგობრებო, მსმენელებო, მაყურებლებო, ამომრჩევლებო, თქვენ დაუჭერთ ხარს ჩვენს ოპონენტებს, თქვენ დაუჭერთ ხარს გაყალბებას, თქვენ დაუჭერთ ხარს ხმის მოპარვას, თქვენი ხმის მოპარვას, თქვენი ნების მოპარვას, თქვენ დაუჭერთ ხმას ყველაფერ იმას, რითაც ის მათ შეუძლიათ მართლა იამაყონ. ოღონდ მადლობა ბატონო. მე ვიდრე ბატონი ირაკლი დაიწყებდა საუბარს, ქალბატონ ხათუნა ჩვენს პროდიუსერებს ახლა დაუკავშირდა ლაშა თორდია, ის აცხადებს, რომ თქვენ შეცდომაში შეიყვანეთ მაყურებელი, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნების დროს ლაშა თორდია ამბობს, რომ 15-მდე პოლიტიკური სუბიექტი დაჯარიმდა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა 200 ლარით, ის ამბობს. პლაკატების გადაკურას გულისხმობს. არ ვიცი რას გულისხმობს, მე ეს ინფორმაცია მომხდარა ესწია, ბურჯანაძის პარტია 200 ლარით არ გულისხმობდი, მე რაღაც ეწოლობა გადაარჩა საქართველოს და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში ისაუბრა 15-მდე სუბიექტი დაჯარიმდა. პლაკატების ჯარიმები ითვლება, რომელიც ეხლა ძალიან მრავლად არის ორივე აქტობის სუბიექტის მხრიდან, კი ბატონო, და სხვა სახის ჯარიმები არ ყოფილა და ლაშა თორდიას ბატონო ირაკლი, თქვენ მანახოს დოკუმენტები. ამ ბლოგს დაასრულებთ თქვენ და ჩვენ უკვე რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით უფრო ზოგადი საკითხებით არჩევნებთან დაკავშირებით. მოგონი დროში ჩვენ ვიჩაგრებთ. კი ბატონო, ბატონმა ირაკლი გიორგი დროში ჩვენ ვიჩაგრებთ. ჯერმები თქვა და მე თქვენ დროს ბოლოში. გურით ბატონმა ირაკლი თქვა და შემდეგ. პირველ რიგში მე არ მიყვარს სხვისი პოლიტიკური პარტიის სტრატეგიაზე საუბარი, მაგრამ ფაქტი არის, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის სპეკულირება იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდან, შევარდნაძის დროინდელი არჩევნები ჩატარდა, ეს ყველაფერი არის მათი ერთგვარი მცდელობა, რომ საკუთარი მარცხი როგორღაც გაამართლონ და ხელისუფლების მიერ ჩატარებული კარგად და დემოკრატიულად სამართლიანი ჩატარებული არჩევნები გადაფარონ იმით, რომ თითქოს და რაღაც მოხდა და ამის გამო მათ ვერ მიაღწიეს გარკვეულ შედეგს. ამ რეალობასთან გვაქვს მეორე სტრატეგია ჩვენი ოპონენტების მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო მეც სიტყვიან ტყილს და სიცრუეს, რომ ხელისუფლება უინია თუა, ვერ გააკეთა ეს, ვერ გააკეთა ის და ასე შემდეგ. ამით ფიქრობენ, რომ არა, იმას ფიქრობენ, რომ თვითონ რაღაც წარმატებას მიაღწევენ. არამედ ამით ცდილობენ, რომ ჩვენ პოლიტიკურ ძალას რაღაცა ზიანი მიაყენონ, მაგრამ ეს ასე რომ არ არის, ქალბატონ ხათუნა დაამტკიცა წინა არჩევნებიდან მოყოლებული დღევანდელმა არჩევნებმა. 42%-ით მოხვედით პარლამენტში, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღეთ 22%, დღეს თქვენი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა. რამდენია იქნება თქვენს 6 ხარ რა გახსოვთ? ღარიბაშვილის არითმეტიკა. ღარიბაშვილის არითმეტიკა. შედეგის მიხედვით მათემატიკა გაქვთ, ნასწავლი თუ რამე განსხვავება. ღარიბაშვილის არითმეტიკა. თავარი ის არის, რომ სტუმრები მეორე ბლოკამდე ვერიცდიან და მაინციტყვენ საუბარს ზოგად შეფასებაზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა მარცხდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა სწორად და საუკეთესოდ ასრულებს თავის საქმეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ხელისუფლებას გარკვეული შეცდომებიც გვაქვს, ჩვენ პოლიტიკური ძალაც უშვებს გარკვეულ შეცდომებს, მაგრამ თავარი რა არის, რომ ჩვენ პროცესს ვაკვირდებით ძალიან ჯანმრთელი და საღითვალებით,
ვაკვირდებით, იმიტომ რომ ყველა ნებისმიერ იმ რეაქციაზე, რაც მოდის საზოგადოებიდან, მოახდინოთ ადეკვატური რეაგირება, ისევ და ისევ იმისთვის, რომ ავაშვენოთ ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური, სამართლიანი დემოკრატიული სახელმწიფო. ბოლო შემთხვევა თქვენ რაღაცა ჯიპებზე ისაუბრეთ და როგორც კი საზოგადოებიდან მივიღეთ აბსოლუტურად სამართლიანი რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძვირადღირებული ჯიპების შესყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, ამაზე პრემიერმა მოახდინა ადეკვატური რეაგირება და დააწესა კონკრეტული იქნება მალახოთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ვეძებრავები. არ უნდა გაგიჭირეთ. სერიოზულად ვკითხულობ. თქვენ რატომაც ყველა იმ შედეგის პოვნა გიჭირთ, რაც ადასტურებს ამ ქვეყნის წარმატებას. პრემიერთან დაკავშირებით აბსოლუტურად სამართლიანი იყო და მიუხედავად ახლა ვინც არ უნდა ილაპარაკოს იმაზე, რომ მით უმეტეს თქვენ ჩემო პატივცემულო კოლეგებო იმაზე რომ რამხელა პრემიერს იღებს ახალი ხელისუფლება მიუხედავად ამისა რომ თქვენ ამის თქმის უფლება ჩემი აზრით მორალური უფლება არ გაქვთ გაიხსენეთ თქვენი პრემიები და შეადარეთ ჩვენსაც და მე ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე მიუხედავად ამისა პრემიერმა მოახდინა აბსოლუტურად სწორი რეაგირება დღეს დაწესდა ის ზღვარი რაც შეიძლება პრემია გაიცეს და არის კაცრი და კაცრი მექანიზმები ამიტომ მე ვფიქრობ რომ პრემიებზე დაწესდა თუმცა რამდენადაც ვიცი სახელმწიფო ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებიდან გამოიტანს დასკვნებს მიუხედავად იმისა რომ შედეგის თვალსაზრისით ჩვენთვის ეს არჩევნები იყო ძალიან კარგი და განსაკუთრებით ხალხს გაუსვამ იმ გარემოებას რომ თითოეულმა მოქალაქემ დაინახა რომ მას აქვს შანსი და თავისუფლება იმისათვის რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და გაიმარჯვოს. მიუხედავად იმისა რომ თბილისში ჩვენ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავმარცხდით და გაიმარჯვა ალეკო ელისაშვილს რომელიც არის ჩემი მეგობარი და სული და გულით მინდა მიულოცოს ეს გამარჯვება და ასევე სხვა რაიონებში არიან ცალკეული საინიციატივო მე შეუერთები მაგრამ მე კარგი არ შეფასებ მოდი სვენელმა შეაფასოს ახლა აი ამ რეაქციას შეურაცხყოფას საყენებთ ახლა ამ მრჩეველს იმიტომ რომ ალეკომ ღირსეულად გაიმარჯვა მე გული და სული ალეკოს ესე იგი არ დაგვიშვია ყველა იმ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს, რომელმაც მაჟორიტარებს, რომელმაც მოიგეს. 128 მაჟორიტარმა მოიგო. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებამ დაინახა, რომ ყველას აქვს არჩევნებში მონაწილეობის და გამარჯვების საშუალება და უფლება. გავაგზავნოთ ამაზე საუბარი რეკლამაზე გასვლამდე რა. ძალიან მოკლე რეპლიკა. თემა შეიძლება რა. შევარდნაძის ეპოქაზე იყო აქეთ კენჭი ნასროლი, თუმცა მე შეიძლება ლოდები დაუბრუნო იქეთ საკუთარ ბოსტანში, იმიტომ რომ იცით რა არის, შევარდნაძის ეპოქაზე არ უნდა მელაპარაკებოდეთ თქვენთან ერთად ქალბატონი ხათუნა, სააკაშვილი, სხვები და სხვები თქვენი გუნდიდან. ყველანი იქიდან მოვდივართ. ყველანი იქიდან მოვდივართ. ძალიან უსუსური არგუმენტია. ძალიან უსუსური არგუმენტია. მე ნუ შევანდარებ ლაპარაკოთ. უსუსური არგუმენტია პროკურატურაში არჩევნები და უსუსური თუ ამაზე გინდა ვილაპარაკოთ სიამოვნებით. კარგი, მოკლე რეპლიკები ძალიან გქონდა რეკლამის შემდეგ დაბრუნებთ. მანამდე მეც მეკითხებოდით ხოლმე რაღაცას და მე შეგეკითხები. საარჩევნო თემაზე შევარდნაძის დროს როგორ ატარებდით არჩევნებს? აი ისიც მომიყევით. არჩევნების თემაზე ჩვენ მოგიყვებით თქვენ როგორ ჩაატარეთ ახლა მაგრამ ეხა ბიზნესის თემასთან მინდა და თქვენ თქვით რომ თავისუფლდა ბიზნესი ალბათ ის ყველაფერი რაც ახლა ვინ მინდა ბიზნესმენებმა ხო ძალიან კარგად იციან რომ ჯერო ხოხაშვილთან დადიოდნენ და ეხა რომ უჩარაგვარია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან დადიან და არც მაოს პირდაპირ ამბობს მოქალაქე თავის პრესკონფერენციებზე რომ დიახ დავავალე და ეხა ამას აქ დავალებულიო და კიდევ ერთ ფაქტ შევეთქვი რომ მიხედავს გაგუჭებული საქმის გამოსწორება დაავალა რა თქმა უნდა მე ასე რომ ნუ იტყვით რომ ბიზნესი გათავისუფლებულია და კიდევ ერთი რამე ხომ არ გახსოვთ კონკრეტული ფაქტი რომ ადამიანმა რომელსაც 9 მილიარდი აქვს ჩადებული საქართველოში ინვესტიცია ამბობს რომ ბიზნესის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია და წყვეტს საქმიანობას. ხო არ გახსოვთ ასეთი ადამიანი თუ მე გაგახსენებ? არ მახსოვს გავლენა. არ გახსოვთ დავით იაკობაშვილი და იქნება ნახოთ ხოლმე. მისი ბოლო ინტერვიუ. მისი ბოლო ინტერვიუ და როცა საუბრობთ ბიზნესის ზეწოლისგან გათავისუფლებაზე ხოლმე, იქნებ თლიანად მდგომარეობა მიმოიხილო, დაწყებული რა ხდებოდა პიქსელის შენობიდან დამთავრებული რატო გარბიან ინვესტორები. და სხვათა შორის საერთაშორისო სავაჭრო კორპორაციის ხელმძღვანელი სხვათა შორის, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, მან მუდმივად აცხადებდა, რომ ეს არის უნიკალური შანსი, რომ მართლაც კიდევ უფრო მეტი ინვესტორი შემოვიდეს. დრო გადის და მისი კომენტარები სულ უფრო და უფრო ის თბილისშია და ძალიან ბევრ ბიზნესმენთან აქვს ურთიერთობა, სულ უფრო და უფრო საგანგაშო ხდება და ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტიციება დაიკლო და სტატისტიკა ამას ამბობს კიდევაც, რომ
ინვესტიციები. სურა თქვენ დროს კომენტარს ვერ გაბედავდა, ვერც ბიზნესმენი. კომენტარს ვერც კი გაბედავდა, ამაზე ფიქრიც კი არ. ხევანდელი მთავრობა აცხადებს, რომ ენერგეტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ინვესტიციების და ამის მიუხედავად წელს სულ 5 მილიონი არის ენერგეტიკის სფეროში შემოსული, ეს მაშინ, როდესაც ძალიან ტყუილია ზურა. ხელმძღვანელობს კალაძე, რომელიც ის რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ასეთი ძალადობრივი და ხელის გადაგრეხვის მეთოდით მოეგო ეს არჩევნები, როგორც მოეგო. შემთხვევითი არ არის. აქედან გამომდინარე, რომ ეკონომიკა გაჩერებულია. ასეთ ზოგად თემაზე დებატებს ვერასდროს ვერ დავიწყოთ. ჩვენ უნდა გავიქნება ამაზე კომენტარი ახლა ხელის გადაგრიხვაზე, როცა ლაპარაკობს, როგორ შეიძლება ამაზე კომენტარი მქონდეს. მე შეიძლება მქონდეს კომენტარი ადეკვატურ გამონათქვამებზე, ადეკვატურ პოზიციაზე და ეს პოზიცია არ არის. ზუგდიდის ბათუმის ძალადობა ნანახი გააქვთ, რასაც აკეთებდა ქართული ოცნება? დარღვევებზე საუბრობთ თქვენ ვისაუბრებთ ამაზე რეკლამის შემდეგ. ეკრანებზე უყურებდით წინასაარჩევნო რეკლამის შემდეგ ბატონო ზურაბ, ჩვენ გავდივართ რამდენიმე წუთით რეკლამაზე და დავბრუნდებით. ისევ თქვენთან ერთად მთელი დრო თქვენი იქნება, არავინ არ ჩაგვერთვება, მეც არ შეგიშლით დიდად ხელს და ვისაუბრებთ ისევ არჩევნებზე. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბრუნდებით არჩევანის სტუდიაში, ჩვენი სტუმრები საუბრობენ და კამათობენ არჩევნებთან დაკავშირებით. მე ვცდილობდი რომ ისინი მათ არ ეკამათათ რეკლამის განმავლობაში და აი ახლა უკვე შეგიძლიათ გააგრძელოთ საუბარი. მოდით ვისაუბროთ ახლა აზრი არ აქვს, რეალობა ხალხმა დაინახა რომ იყო თავისუფალი არჩევნები. ჩვენ რაც არ უნდა ვიკამათოთ და პოლიტიკურად გავარჩიოთ დღევანდ ეს არჩევნები. რეალობაა და ფაქტი არის, რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, რაც თავარია ხალხმა დაინახა, რაც თავარია იგივე იმ დამოუკიდებელი ჯგუფების მაჟორიტარმა კანდიდატებმა დაინახეს, რომელთაც გამარჯვება მოიპოვეს, 128 მაჟორიტარი იქნა არჩეული. ეს არის ის პროცესი, რომლითაც უნდა დაინტერესებული იყოს ნაციონალური მოძრაობა და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომ მათ აქვთ უკვე შანსი, რომ სწორი პოლიტიკური სტრატეგიის წარმოების შემთხვევაში აქვთ შანსი, რომ გასაგებია, მაგრამ ბატონო მოიპოვონ არჩევნებში. ეს არის რეალობა. თითქმის ყველა სუბიექტს, ოპოზიციურ სუბიექტს, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში და მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას აქვს ძალიან დიდი პრეტენზიები დარღვევებთან დაკავშირებით და ამაზე უკვე საუბრობდნენ. ისინი პირველ ბლოკში აი მე მინდა ახლა თქვენ სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელოთ დისკუსია. იცით, მართლაც ხალხმა ნამდვილად დაინახა ის, რაც ხდებოდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, რაც გაცილებით უფრო ადრე დაიწყო. მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერმა ღარიბაშვილმა ცხადად განაცხადა და დაუსახა ამოცანა ქართულ ოცნებასაც და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში იყო ჩართული, რომ არ უნდა დაუშვათ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება, ეს არის 5%-იანი პარტია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს იყო მწვანე შუქის ანთება მთელი ძალადობის კასკადისთვის, რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში. ეხლა ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას არაფერი არ ქონდა ამ მრჩევლისათვის შეთავაზებული, იმიტომ რომ არაფერი არ გაკეთებულა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დაპირებები შეუსრულებელია, ეკონომიკა გაჩერებულია და სამუშაო ადგილები არის დაკარგული და ბუნებრივია ამ კონკურენტულ არჩევნებში, როდესაც ხელისუფლებას დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობა და სხვა შორის სხვა ოპოზიციური პარტიებიც, ბუნებრივია ხელისუფლება მიმართა ზეწოლის არნახულ მასშტაბს. ისევ დავეყრდნობი არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ არჩევნებზე დაახლოებით 500-ზე მეტმა კანდიდატმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აქ ყველაზე წოლის შემთხვევა იყო, ნამდვილად არა, მაგრამ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან რომ ქართული ოცნებიდან არავინ არ არის აი ამ გამარჯვების მოლოდინი ქონდა. მაგრამ ვისაც დამარცხების მოლოდინი ქონდა და ყველა ქონდა დარეგისტრირებული, მაგრამ მნიშვნელოვანი არის მოხსნეს. მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ არასამთავრობოები როგორც მინიმუმ ლაპარაკობენ 50 დადასტურებულ შემთხვევაზე 8 საარჩევნო ოლქში, ესე იგი 15 საარჩევნო ოლქში 8 სხვადასხვა სუბიექტის, არა მარტო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და რამდენიმე კლასიკური ფაქტია თუ რა ხდებოდა. ჯერ ერთ-ერთი ძალიან ძაფრ ძალადობას ჰქონდა ადგილი, აი ყველა ვიხილეთ კადრები ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად თავისი განცხადებით როგორ დაგეშა ქართული ოცნების აქტივისტები ზუგდიდში ჩვენ საარჩევნო შტაბზე და ადგილი ჰქონდა ქვების სროლას და სხვა შორის აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა აღვნიშნოთ.
რომ ასეთ შემთხვევაში არა ორგანიზებული ჯგუფურ ხულიგნობის კვალიფიკაციით რატო გაგიკვირდა წელან ჩემი სიტყვები? იმიტომ რომ არ უთქვამს მაშინ ირაკლი ღარიბაშვილს რომ ჩემი საზრითო პირდაპირ როგორც ფაქტი გამოაცხადა. სხვა რამეს ვეკითხე. თუ შეიძლება დავასრულო ბატონო, ამით გამარჯვება. რა ძალიან არსებით მნიშვნელოვან საკითხებს საუბრობ. და მნიშვნელოვანი არის რომ აქ ხულიგნობით ჯგუფური ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენაზე კი არ მიცა კვალიფიკაცია პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. არამედ ერთ ჩვენთეთ აქტივის მოხდა ქვები მოხდა ქვა რამდენიმეს ერთ ქალბატონს მოხდა ხელი და აი უშუალოდ მის მიმართ ცემის ფაქტზე მსუბუქი მუხლით აღიძრა საკე, რაც ცხადად მიუთითებდა რომ სამართალდამცავი ორგანოები პირდაპირ იყვნენ მოწოდებული საიმისოთ რომ როგორმე გაემართლებინათ და საკუთარი ბეჭედით დაესვათ იმ ძალადობისთვის, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდებოდა და სამწუხარო არის რომ ეს ძალადობა გრძელდება დღესაც და ის რომ ასეთივე თავდასხმის ფაქტებს ჰქონდა ბათუმში ადგილი უკვე არჩევნების შემდეგ და სხვა შორის ბათუმი ადგილესაც მეორე ტური უნდა ჩადარდეს, ცხადად მიუთითებს რომ ეს ძალადობრივი გარემო გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი არის ბათუმზე ჩვენ როცა ვლაპარაკობთ და ბატონ გიგლას ეწყინა როცა მე შევარდნაძის ეპოქაზე ვლაპარაკობდი და ახლა უნდა ვილაპარაკო ასლან აბაშიძის ეპოქაზე. ასლან აბაშიძეს ყავდა ის ბაბატეს ბატონ გიორგი მონოლოგი უნდა გქონდეს. დავასრულეთ ბატონო. ასლან აბაშიძეს ძიმე მოსასმენია. სემდა ხმას არ ვიღებ, მაგრამ რაღაცა წერილი. ძიმე მოსასმენია თქვენთვის. ვისთვის თუ ვინა რომ ძიმე მოსასმენია. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს დებატების რეჟიმი თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და სტრასბურგის ერთადერთი ასლან აბაშიძეს დროინდელი არჩევნები რომ გააუქმა ბატონო ირაკლი თქვენც ამაზე ხარ რომ არჩევნების სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნუ გადაგვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ თქვა რომ ცენტრალურმა საარჩევნო რა თქმა უნდა ეხლა ჩვენი ოპონენტები გადავიდნენ იმაზე რომ ასლან აბაშიძის რეჟიმი სტრასბურგის სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება მე არ მithქვს ეს სტრასბურგის მოიცოდეთ. ასლან აბაშიძის ჩატარებული არჩევნები გააუქმა ზურა ჭიაბერაშვილმა და თქვენც ამას მithქვთ. თქვენ აწარმოებთ შერჩევით სამართალს და ის რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადანაშაულა ზურა ჭიაბერაშვილი ჩვენ ვთქვათ რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და ზურა იყო მართალი. იმიტომ რომ პირველი დავასრულეთ იმას, რასაც ვამბობდი ბათუმში მომხდარ ძალადობაზე და კერძოდ რა ასლან აბაშიძის სპეცრაზმი ეს იყო გაწვრთნილი რუსი გენერლის ნეტკაჩოვის რომელიც ერთ-ერთი ძალიან მოკლედ დაასრულეთ რომელიც არის 2019 წლის ერთ-ერთი დამბრბევი და სწორედ აი ამ სპეცრაზმელებმა ეხლა ჩაიდინეს ის ძალადობა ბათუმში ჩვენი აქტივისტების მიმართ. ანუ ქართული ოცნების რესურსი მთლიანად ეყრდნობა არა მარტო შევარდნაძის პერიოდის რევანშს, არამედ ასლან აბაშიძის რევანშსაც. ეხლა თემა რომელიც ირაკლის ესეჭმედა ამოწია ჩემთან მიმართებაში არ შეიძლება პასუხი არ გავცე და პასუხი არის ძალიან მარტივი. იმ პერიოდში, როდესაც მე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჩოლოქის ბლოკპოსტებით გადაყვებილ ხიდზე მე არ შემიშვეს და ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. აი სწორედ მაშინ დავით უსუფაშვილმა რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარეა და იმ გუნდის წევრია, რომელსაც ბატონი ირაკლი სესიაშვილი წარმოადგენს, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ცესკოს მაშინდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი, იქიდან გამომდინარე, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა ხელვა ჩაურსადაქობულში, არამედ იმიტომაც, რომ ასლან აბაშიძის რეჟიმმა ცენტრალურ ორგანოს ცესკოს და მათ შორის მე როგორც თავმჯდომარეს არ მომცა არჩევნების ნორმალურად ჩატარებას და ამას ამართლებს ეს ირაკლი ზიგრიგობით რომ დავიცვათ პარტიად ბატონ გიგლა გისმენთ. არ მეგონა თუ აქ ისტორიის გაკვეთილებისთვის მოსასმენდებით ისტორიას ვისაუბროთ ნამდვილად რა. ისევ და ისევ რაც თქვი წეღან ისევ იმ მეთოდით გავაგზელებ რა. მე მინდა ველაპარაკო მსმენელს და ამომრჩეველს და უთხრა მას ის სადაც ვართ და როგორ რეალობაშიც ვართ. შედეგები აჩვენებს შედეგები მეტყველებს. რამდენიც არ უნდა ეცადოთ თქვენი მნიშვნელობის ხაზგასმას, რომ ნაციონალური მოძრაობა კი არ იკლებს, არამედ ძლიერდება. კი ბატონო, თქვენი ნება პოლიტიკური პარტია ხართ, გასაგებია, ლეგიტიმური მიზნები გაგაჩნიათ, მაგრამ თვალებში ნაცარს ვერ შეაყრით ვერც კოალიციას ქართულ ოცნებას და მით უმეტეს ამომრჩეველს ვერ შეაყრით თვალებში ნაცარს. შედეგები ამას უკაცრავად მეთქი, ახლა გითხარით რა, ცოტა ხანი მოითმინეთ, მანამ კიდე ილაპარაკებ წარსულზე, თუნდაც უახლოეს წარსულზე და თქვენს ვაჟკაცობაზე როგორ გადახვედით სადღაც. ხო? უყურეთ
რამდენმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო მანდატი. რამდენი პოლიტიკური სუბიექტი იქნება მონაწილე გადაწყვეტილებების მიღებისა. როგორ დავაწესეთ ჩვენ ბარიერი? თქვენგან განსხვავებით ზუსტად, როცა გაიგეთ, რომ 32%-იანი ქონდა უგულავას რეიტინგი და 30%-ზე ბარიერი რო ჩამოწიეთ, არ წაგიკითხავთ. რამდენი აიღო და როგორ აიღო? სხვათაშორის ჩვენ ახლა იმ სისტემას ვანგრევთ, რომლის შექმნაში თქვენ დიდი როლი გაგაცნობთ. ჩვენ ვანგრევთ, მოიცა ხალხის ცნობიერებაში იმ ადამიანებს მის რომ გოგონიშვილის დაწერილი მე ხო გისმენდით რა მომისმინეთ როდესაც ვლაპარაკობთ მარნეულზე როცა ვლაპარაკობთ ასევე არა მარტო სამცხე-ჯავახეთში როდესაც ვლაპარაკობთ იმ რაიონებზე ის არის გადმონაშთები ის ფიგურანტები ის ადამიანები რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობას იღებენ მათ შორის ვიდეო კადრებზე დაფიქსირებულ კადრებში ხო ის ადამიანები არიან ზუსტად ნაყოფი იმ პროცესებისა. ისინი არიან ზუსტად შვილები, თქვენი გაზრდილები არიან ზუსტად ისინი. რატო დანიშნეთ მე თქვენ მაგისტრებად? ჩვენ თუ სტატისტიკა შევხედავთ, ხათუნა ერთი წამით ხათუნა. უყურეთ, თქვენ გარყვენით მთელი საქართველოს, მთელი საარჩევნო სისტემა, თქვენ და თქვენმა გუნდმა ეს გააკეთეთ და ამისთანავე ჩვენ დავიწყეთ დემონტაჟი ამ სისტემისა და მივიღეთ ის შედეგები, რომელიც აი ამ რიცხვებში უკვე ასახულია. პლურალიზმი, მონაწილეობა ბევრი პარტიისა, ბევრი ადამიანის მონაწილეობა უკვე შემდგომში გადაწყვეტილების მიღებაში და თვითმმართველობის პროცესში მათი ჩართვა კიდევ იქნება შემდგომი ნაბიჯი. უკან დაბრუნების გზა არ არსებობს. ამიტომ მე უბრალოდ მინდა გთხოვოთ, თქვენ თუ აპირებთ ისევ ძველი მეთოდებით ცხოვრებას, თქვენ მომავალი არ გაქვთ. ეს არ არის არც კეთილი რჩება, ეს არის ჩემეული შეფასება. ხოლო თუ თქვენ აპირებთ, რომ ობიექტური შემფასებულები იყოთ ვითარებისა, მაშინ უნდა აღიაროთ ეს. უნდა თქვათ, რომ ეს არჩევნები მართლაც იყო უკეთესი, ვიდრე წინა არჩევნები, თუნდაც თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის და თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, იმ მონაწილეების ჯამში, რა მონაწილეების დღეს ახლა აქ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა და იქ სადაც მოხდა დარღვევები, იმ ადგილებში, იმ ოლქებში ზუსტად ჩვენ გამოვთქვით მზაობა, მზადყოფნა, სასამართლოს მიერ გაუქმებული ცალკეული უბნები, ხელახალი გადათვლები, CSGO-ს მუშაობა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს ყველაფერი ხათუნა ადასტურებს იმას, რომ დიახ, სწორედ და ნამდვილად ეს არის უკეთესი არჩევნები, ვიდრე აქამდე ჩატარებულა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რომელიმე არჩევნები მაინც. სასამართლოan მობრძანდებით თქვენ? შეიძლება ბატონო ირაკლი მე უბრალოდ ძალიან მოკლედ შეკითხვა მაგრამ სანამ თქვენ შეკითხვას უპასუხებ მე ვერ მივიღებ მორალის კითხვას აქ ვერც გიგლა აგულაშვილისგან ვერც ირაკლის ესიაშვილისგან და მე ბაროს მორალს გიკითხავდეთ ისიც გვეყოფა რომ თქვენგან ნამდვილად ესე იგი ვის და მე თქვენგან მორალის კითხვას ვერ მივიღებ თქვენ არა გაქვთ ამისი უფლება ეს არის რაც მინდა ვთქვა გარყვნილებაზე ხა თქვენ რომ მე და მე ლაპარაკებით ცოტა რბილად რო ვთქვა სასაცილო მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა საქართველოში თუ კიდე იქნებოდნენ ადამიანები 2014 წელს, რომლებიც ასლან აბაშიძის არჩევნებს მისტიროდნენ, ერთი ეკაბესელია მეკონა და დღეს აღმოვაჩინა, რომ ირაკლის ესიაშვილია მაგალითად და თქვენი ასლან აბაშიძეს მიხსენებთ? დიახ, იმიტომ რომ ის ზურაჭი აბერაშვილის ამას თავი თქვენ არ იცით და ამიტომ ეხა აბსოლუტურ სისულელეს უტანით ჩვენ. ლაპარაკეთ ბატონო ირაკლი. მე ის რო არ გესიამოვნებთ, იმიტომ რომ თქვენ არ გესიამოვნებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. აგარი თუ სუპარგენ გაიარეთ. რაც შეიძლება მე მხოლოდ თქვენი ფრაზებით თქვენ ვთქვით რომ ხალხმა დაინახა დიახ ხალხმა დაინახა 2014 წლის 15 ივნისს რა მოხდა ხონში სოფელ ძეძილეთში რა მოხდა ზუგდიდში ანაკლიაში რა მოხდა მარტვილში სოფელ დოშაყეში რა მოხდა დმანიში არჩევნებამდე და არჩევნების დღეს რა მოხდა მარნეულში კიდევ კარგი რომ ეს კადრები ყველამ ნახა და ძალიან უცნაურია რომ იმიტომ რომ ეს რეაგირება რა იყო ხალხთან რეაგირება თუ შეიძლება მაგაზე მივდივარ ზუსტად რა თუ და იმიტომ რომ ჩვენი საჩივარი იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული იყო ეს ინფორმაცია ღამის 2 საათზე გაიქცა სასწრაფოდ საოლქო კომისია მარნეულის და სხდომა ჩაატარა რომ როგორმე არ ეთქვათ რომ ნაციონალური მოძრაობის საჩივრით აუქმებენ შედეგებს მესმის ძალიან კარგად მაგრამ მე მინდა გითხრათ როგორი არჩევნები ჩაატარეთ თუ მაქვს ამისთვის ერთი წუთი ბატონო თქვენ ჩაატარეთ არჩევნები და როდესაც კარგად ადმინისტრირებულ არჩევნებზე საუბრობთ თქვენ
თქვენ ჩაატარეთ არჩევნებს და ბატონი ამერიკის ელჩის ნათქვამი ფრაზაა ეს. უკაცრავად. ხო, მათი ნათქვამია ეს არჩევნების ელჩის ფრაზა შეეხება არჩევნების დღეს, მაგრამ ხმის დათვლა არის ისეთივე ნაწილი არჩევნებისა, როგორც თვითონ საარჩევნო დღე. თქვენ ჩაატარეთ არჩევნები, როდესაც 500-ზე მეტ საარჩევნო ოქმში, საარჩევნო უბანზე თითოში 3-3 ოქმი რო არის, ანუ სამჯერ ამდენში არ ჯდება ბათილი, ანუ ხელმოწერების რაოდენობა არის უფრო ნაკლები ვიდრე 5-დან ამოსული ბიულეტენები და სადაც პირდაპირ მოხდა ბიულეტენების ჩაყრა და ეს არ არის ჩემი მოსაზრება, ეს არის ოფიციალური დასტვა, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გამჭვირვალობა საქართველოს ჩაატარა. თქვენ ჩაატარეთ არჩევნები. როგორ მოხდა ეგ მარნეულში ხო არ გასწოთ იმ ვიდეო ფაილზე რა ჩანს კარგად და რა ისმის კარგად გაიხსენეთ? ვინ მონაწილეობენ ამ პროცესში? დიახ, იქ ადამიანები სხვათა შორის თამამად ის ადამიანები არ ვიზეთ მე მიგანიშნეთ. კი, თქვენი გამოზრდილები. თქვენს ბუდეში გაზრდილები ისინი არიან ზუსტად. ვანგრევთ ჩვენ ამ სისტემას. ამიტომ ეს იყო სისტემური პრობლემა არის. ის არის ცალკეულ უბნებში და იქ მორიცხობა საერთოდ. ეს ადამიანები, ყველა ამ 13 ადამიანიდან 6 არის თქვენს კოალიციაში შემავალი პარტიების მიერ ცალ-ცალკე დანიშნული, ასე რომ ვერანაირად ვერ მივიღებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ დაგენიშნათ. ძალიან მარტივი იყო, არაფერს არ ვლაპარაკობ. აი, მომავალში თუ დავნიშნავთ, მაშინ მივიღებ საყდრს. ეს გვესმოდა ჩვენ ზუსტად საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში, რომ დაიმახურეთ ეს სიტყვა და ნახოთ, აბა თუ ნახოთ, სად იქნებიან ისინი. ზუსტად ასეთივე პირობა, რომ აგერ ნახავთ 2014 წლის არჩევნებს თუ ჩავატარებთ იმ კოდექსით, რომელიც წარდებოდა, ისე ჩაატარეთ, თვალიც არ დაგიხამხამებიათ, უცებ აღმოაჩინეთ, რომ გადასარევი კოდექსია და მთელი თქვენი წინა საარჩევნო რიტორიკა, რომ რასაშინელი სისტემაა და რასაშინელი კანონმდებლობაა, 2 წელი ამაზე საუბარი, მე როდესაც საქმე მიწყდა, არაფერი ბატონო გიგლა, იცით როგორი არჩევნები ჩაატარეთ? საარჩევნო სიაში იცი რა მისამართები წერია? წაგიკითხო. გადმოგცემთ ამას. კი ბატონო. მაგალითად წერია რომ თბილისში ამა და ამის ხახანაშვილის ქუჩა ნომერ მიმდებარე ავტომანქანა ნომერ WW203-ში მცხოვრები ადამიანი, აი ეს არის მისამართი. აი ეს არის მისამართები, რა წერია სიაში. თქვენთვის ქუჩაში რო არ დადიხარ და რო არ იცით როგორ პრობლემებში ცხოვრობს ხალხი, თქვენ მაგას რეალობად არ აღიქვავთ. ამაშია საქმე. არჩევნები ჩაატარეთ, როდესაც საარჩევნო სიებში ძალიან ბევრი როგორი არჩევნების ჩატარებას აპირებთ მეორე ტურში, როდესაც სადაც მეორე ტური არ არის. მასიურად ეხლა დაიწყეთ რეგისტრაციის ახალი პერერეგისტრაცია, როგორმე ხონში, თერჯოლაში, ბათუმში, ქობულეთში, სადაც მეორე ტური იქნება, სამეგრელოდან ქუთაისიდან, სადაც ამის დამალვა შეიძლება. რეგისტრაცია დაიწყო თარიღებით, თქვენი და ფიზიკურ დოკუმენტებს გრიფე, რას ლაპარაკობთ? იცით როგორი არჩევნები ჩაატარეთ? როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვიცე-პრემიერი მითითებას აძლევს, რომ ესა და ეს ნორმატიული აქტი მიიღეთო და მეორე დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისია ამას მოწეულები. გისმენთ თქვენს მოწეულები. ხალხთა მორალის სწავლებას ჩვენთვის მორალის სწავლებას ეპითეტები შეარჩიეთ. ნამდვილად არ ვაპირებთ. ეპითეტები შეარჩიეთ. არა, აბსოლუტურად ეთიკურ ნორმებში ვასრულებთ იმედს. თქვენ თქვით რომ მორალს ნუ გვასწავლეთო და ნამდვილად არ ვაპირებთ რომ თქვენ თქვენ ამით ხავს უთხარი ბატონ გიგლას. მორალი გასწავლოთ, მაგრამ მე იმაჯინე რომ აბსოლუტურად ირონიული მიდგომაა რომ თქვენ და თქვენი პოლიტიკური ძალა და თქვენ ლიდერები საუბრობთ სამართლიან არჩევნებზე და იმ პრინციპებს მართლა ასწავლეთ საზოგადოებას როგორ უნდა ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. სასაცილო. მე ნამდვილად არ ვაპირებ რაიმე პარალელი გავავლო და შევედა რომ თქვენს მიერ ჩატარებულ არჩევნებთან და არ დავიწყო ახლა როგორ ატარებდით მარნეულში, ახალციხეში, ახალქალაქში როგორ იწერებოდა 99 და 98% მარტო რამდენი დახურული უბანი იყო, სადაც 99%-იანი გამოცხადება იყო, სადაც 95% იგივე ჯარისკაცები, სპეციალური სამსახურები, რატომღაც 95% მართლ პოლიტიკურ ძალას აძლევდა ხმას. ეხლა თბილისის არჩევნები გამახსენდა თქვენს მიერ ჩატარებული. მაშინ როდესაც იცოდით რომ გიგი უგულავას არ ქონდა ქალაქში არანაირი მხარდაჭერა, სამხედრო ნაწილები ჩამოიყვანეთ და დროებით განალაგეთ თბილისში, რომ იმათი ხმები მაინც დაგემატებინათ და არ ვიცი, იმაში მთაწმინდაზე და დიდუბეში სამხედრო ნაწილის მისამართები იყო. ძალიან კარგად მახსოვს. ძალიან კარგად მახსოვს. ხო არ გახსოვთ თქვენს მიერ ძაცემები ასან აბაშიძე რამდენი პროცენტი იღებდა ხოლმე, ან შევარდნაძე რამდენს იღებდა ხოლმე, ან იმ არჩევნების დროს რამდენი პროცენტებს იღებდა, როგორ იღებდა ხოლმე, როგორ იღებდა ბატონო შევარდნაძე როგორი ძალიან მალე მორჩები
ძალიან სტატისტიკა მათემატიკა არის მოვისმინეთ ჩვენ 173% დანაშაულის ხათუნა ეხლა მე და თქვენ რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ აქ ჩვენ გვისმეს მაყურებელმა იცის რომ თქვენ და თქვენი გუნდი ხართ გამყალბებლები არჩევნების კარგი ბატონ გიგო ილაპარაკეთ როგორცაც ჯობია თქვათ რომ კი იყო ასე აღარ ვიზამთ მომავალს არ გეტყვით ბატონო გიგლა ნუ იტყვით კი ბატონო ამომრჩეველმა ხო იცის მოქალაქემ ხო იცის სვენელმა ხო იცის კაცო რამდენიც გინდა ისე შეაფასეთ ყურიდან ვინც გვისმეს იმიტომ ესეთი კომენტარები ბატონ ზურაბ ხო დავასრულებინე ერთ-ერთი წერო მაყურებელმა მართლა ვერ გაიგოს რეალური მე მინდა პირველ რიგში საზოგადოებას აუხსნე და უთხრა რომ ჩვენ არ ვაპირებთ მართლა დავიწყოთ შედარება და მართლა საზოგადოებას მობეზდა ჩვენ შორის კინკლაობა მობეზრდა რა არა იმიტომ რომ მართლა თქვენ გვიხსნით რა არის სამართლიანი არჩევნები და მართლა სატირა არის ეს ყველაფერი მობეზდა ეს კინკლაობა მე საზოგადოებას ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად მინდა განვუმარტო რომ ამ არჩევნებში ცალკეული გადაცდომები ნამდვილად იყო ცალკეულ სუბიექტურ ადამიანურ შეცდომებსაც ჰქონდა ადგილი რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იყო მხარდაჭერილი პოლიტიკური მართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან ეს არჩევნები ჩვენთვის იყო კარგი გაკვეთილი იმისათვის რომ არსებული მცირედი ხარვეზები ჩვენ მომავალში გამოვასწოროთ მაგრამ რაც მთავარია ამ ხალხმა დაინახა რომ არჩევნებით ქვეყანაში შესაძლებელია ხალხის ნების მიტანა ქვეყნის მართლობაში და რაც თავარია ჩვენ უბრალოდ არჩევნები კი არ ჩავატარეთ ჩვენ თვითმმართველობის სისტემა შევცვალეთ ჩვენ 12 ქალაქში ავირჩიეთ მერი თელს ქვეყანაში ავირჩიეთ გამგებელი და აღარ იქნება ეს დანიშნული და ვიღაცის პოლიტიკური ნების გამტარებელი ის პირდაპირ იქნება ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ იმას რომ მოხდეს დეცენტრალიზაცია და ბიუჯეტის დაგეგმვა და განკარგვა მოხდეს ადგილობრივ დონეზე და ამ ყველაფერში თავისუფალ არჩევნებში არჩეული ხალხი იღებს მონაწილეობას. ისეთი მათ შორის როგორც არის ჩემი ძალიან კარგი მეგობარი ალეკო ელისაშვილი. მაგალითისთვის მოყავს, იმიტომ რომ მართლა გამიხარდა რომ ეს ადამიანი მოხვდა თბილისის საკრებულოში. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ჩვენ პირდებით პირველ რიგში საზოგადოებას რომ დიახ მართლაც იყო ცალკეული გადაცდომები, რაზეც მადლობა CSKO-ს რომ მოახდინა რეაგირება, მადლობა სასამართლოს რომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილებები. შეიძლება მე არ მომეწონა მაგრამ ვემორჩილები იმას და ეს ერთგვარი ჩემთვის როგორც პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის ეს არის სიგნალი რომ მაქსიმალურად დავხედოთ ჩვენი სისტემა მაქსიმალურად ავიღოთ სახელმწიფო პასუხისმგებლობა იმაზე რომ მომავალში მსგავსი ტიპის პრეტენზიები და კინკლაობა აღარ წარმოიქმნას იმიტომ რომ მე მესმის ნაციონალურ მოძრაობას შანსი არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს და მუდმივად ხდება ტყუილის პოლიტიკის გაგრძელება და იმაზე საუბარი რომ ხელისუფლება რაც უდია, მაგრამ რეალობას ხედავს ხალხი და რაც თავარია ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ უკვე შემდეგ არჩევნებში ყველა ეს ბატონო თქვენთან ერთად გავაგრძელებთ მე საუბარს. მე მაინტერესებს ერთ თემაზეც მინდა აუცილებლად რომ ვისაუბროთ, ეს არის დებატები ოღონდ კანდიდატებს შორის, რაც აგრეთვე თქვენ საუბრობთ იმაზე რომ აუცილებელია მსმენელმა იცოდეს რა პოზიცია უჭირავს ამა თუ იმ მხარეს. ნარმანიასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ თქვენი მოსაზრება. ნარმანია იცით რომ არ თანხდება იმ დებატებზე რომელსაც ჩვენ ამ გადაცემაში ვთავაზობთ თუნდაც ის ითხოვს ნეიტრალურ ტერიტორიას მიუხედავად იმისა რომ ჩვენ შევთავაზეთ რომ მას შეეძლო ჩვენთვის შემოეთავაზებინა ფორმატი და ერთად შეგვემუშავებინა მისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმატი თუმცა ის კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს რომ საერთო დებატებში მიიღებს მონაწილეობას ნეიტრალურ ტერიტორიაზე ალბათ იმიტომ მეკითხებით თუნდაც მოკლედ მაგრამ ჩემი პირადი პოზიცია გამოვხატნოს უყვარს რა ჩემი აზრით დავანოთ ჩემი პირადი პოზიცია არის არაერთხელ გამიცხადებია ღიად მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან რომ რუსთავი 2 არის კონკრეტული პოლიტიკური ძალის მედია საშუალება ეს ჩემი აზრი არის ასეთი პოლიტიკური მედია საშუალებები ფილოსოფიაში არის ეს ჩაულებრივი პრაქტიკა არის და აქ დასამალი დასაძრახი არ არის მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა რუსთავი 2 ჟურნალისტების მიმართ მე იმაჩნია რომ ეს რუსთავი 2 არის ნაციონალური მოძრაობის მედია საშუალება უმჯობესია რომ ეს ღია თქვა და ყველაფერი ეცოდინება და ამ შემთხვევაში იმ ჟურნალისტას ეცოდინება რომ ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებას დამშვიდობებით რომ რეალობას თუ თვალებში შევხედავთ, მე მგონი ეს იქნება ყველაზე სწორი. კი, მაგრამ ბატონო ირაკლი, ამ პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ნარმანია არ უნდა დათანხმებოდა არც იმ დებატებს, რომელიც ჩვენ გქონდა პირველ ტურამდე. ის ორჯერ იყო ჩვენთან ეთერში, ცალკე გქონდა
როგორც პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია ცალკე დებატების სწორად არ ნიშნავს რომ ჩვენ მაშინ თუ ეს არგუმენტი არ მოხდებოდა რატომ ამოქმედა ეს არგუმენტი ახლა მეორე ტურის წინ ჩაულებრივი პროცესი არის პოლიტიკური კანდიდატების თავადიღები გადაწყვეტილებას რომელ ეთერში მიიღონ მონაწილეობა რომელ ეთერში არ მიიღონ უმჯობესია რომ რა თქმა უნდა X-ას მიუკერძებებელია იგივე წამყვანი და პოლიტიკური გარემო, რა თქმა უნდა, უმჯობესია რომ კანდიდატმა იმაში მიიღოს მონაწილეობა. რა არის გასაკვირი? აბსოლუტურად არაფერი. ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ თავისუფალ ტრიბუნას არაფერი არ ჯობია. უბრალოდ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვეს. ბატონო ირაკლი, მე არ ვიცი თქვენ რამდენად გაქვთ თქვენს პრეს სამსახურთან ურთიერთობა, მაგრამ როდესაც ჩვენ მქონდა თქვენი გუნდის პოლიტიკური გუნდის პრეზენტაცია, აქ კიდევ ერთხელ პირველ ტურამდე, შემდეგ დებატები კანდიდატებს შორის და ორივეჯერ და ბატონი დავით ნარბანია აქ სტუდიაში იყო, თქვენმა პრეს სამსახურმა და თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან დიდი მადლობა გადახდით დატოვა ეს სტუდია და მათ პრეტენზიები ჩვენს ობიექტურობასთან დაკავშირებით არ ქონიათ. რატომ გაჩნდა ეს პრეტენზიები ახლა მეორე ტურის წინ? არა. და არა მარტო ჩვენთან კიდევ ერთხელ ვამბობ ეს პრეტენზიები გიორგი რაღაც ისეთ კითხვას მისვავ თითქოს თქვენთან ვერ ხდებოდეთ ამაზე პასუხი რაღაცა ბანალური კითხვებით ხარ დაკავებული მაბატეთ ამას პრეზენტაციას გულისხმობ. პრეზენტაცია არის პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია დებატები არის აბსოლუტურად სხვა ფორმატი რომელსაც ყავს წამყვანი რომელიც შეიძლება იყოს მიკორძებული მით უმეტეს როდესაც პირდაპირ გეუბნებით ჩემას გეუბნებით რომ რუსთავი ორი ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია დამთავრდა გორიაზე აღარ არსებობს რა არის გაუგებარი ამ რუსთავი ორში გქონდა ჩვენ დებატებიც არა მხოლოდ პრეზენტაცია ჩვენ გქონდა დებატები კანდიდატებს შორის რომელსაც ესწრებოდა ბატონი დავით ნარბანია და ნიკა მელია და რაღაცაში ვიღებთ მონაწილეობას რაღაცაში არ ვიღებთ რა არის გაუგებარი პოლიტიკური პროცესია ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი სტრატეგია რომელ მედიაში მიიღოს მონაწილეობა რომელ მედიაში არ მიიღოს მონაწილეობა ბატონო თუ ეს იყო მისაღები პირველ ტურამდე რატომ გახდა მიუღებელი მეორე ტურში რუსთავიორში მოსვლა და დებატებში მონაწილეობის მიღება შეიძლება ჩვენც რო ჩავერთოთ არა გითხარით ახლა ერთ იგივე კითხვაზე 10 ჯერ ხوار გაგაცემთ კარგი ბოლოჯერ მიპასუხეთ რა გიპასუხოთ გითხარით რომ პოლიტიკური სტრატეგია აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას ის მოკლევადაში თვლის სად არის მისთვის უკეთესი და სასარგებლო მიიღოს მონაწილეობა ხომ არ განაპირობა სტრატეგია შედეგმა რომელიც არჩევნების პირველი ტურის შედეგად ხომ არ განაპირობა ამან ეს შედეგმა რომელიც დაგა პირველი ტურის შემდეგ. გიორგი, ამაზე ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. ეხლა შეიძლება გამოთქვათ, რომ პირადად მე ყოველ შემთხვევაში რადგან მე არ მქონია კონსულტაციები ნარმანიასთან, დათოსთან, მაგრამ იცით რა არის საარჩევნო შტაბის მიერ არჩეული ტაქტიკა. მე მივესალმები რა თქმა უნდა საჯაროობას, საჯარო დებატებს, მაგრამ შესაძლებელია აირჩიოს დაუშვათ სხვა ფორმატი ამომრჩეველთან თანამშრომლობის, ამომრჩეველთან ურთიერთობის, შეიძლება ეს იყოს არ ვიცი, აი ყოველი ამომრჩეველთვის ხელის ჩამორჩევის სტრატეგია, არ ვიცი და არა სატელევიზიო და მასთან საუბარი. შესაბამისად მე აქ რომ დაუშვათ უარი თქვა დღეს სიტყვაზე თქვენთან თუ ეს არგუმენტიც გასაგებია ჩემთვის რასაც ირაკლი ამბობს დაუშვათ პოზიციონირებასთან დაკავშირებით ამა თუ იმ ტელევიზიის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით თავარი და ამოსავალი არის გუნდის მიერ არჩეული სტრატეგიული გეგმა მათი შეხედულება რომ რა უფრო მეტ წარმატებას მოუტანთ მათ მეორე ტურში გასაგებია. ანუ შედეგად თქვენ ამბობთ რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა განაპირობა ამ სტრატეგიის გადახდება. მე ვარაუდობ ამას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხავს უსვამ რომ ქართული ოცნება მთელი გუნდი და მათ შორის დებატების შემდეგაც ბატონი დავით ნარბანია ძალიან კმაყოფილებმა დატოვეს ეს სტუდია და ობიექტურობასთან დაკავშირებით იმ მომენტში პრეზენტაცია გიორგი სხვა არის დებატების სხვა არის დებატებიც ქონდა ამას ვამბობ ჩვენ ორი გადაცემა ქონდა ჩვენ ქონდა პრეზენტაცია და ჩვენ ქონდა ცალკე დებატები უბრალოდ მაშინ ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა ახლა უბრალოდ ორ კანდიდატს უნდა მიიღო იგივე ფორმატში მონაწილეობა ან უკეთეს ფორმატშიც უკეთეს გულისხმობ. გული უნდა დაგწყებათ გიორგი და ნაციონალური მოძრაობის ტელეკომპანია და მე ფორმატი ჩვენ თანახმად ვიყავით თანამშრომლობა. საერთო მიდგომა გვექნება ამ ყველაფრის მიმართ. ყველა საერთაშორისო თქვენ იშვლიებთ ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციების და ეგზიტ-პოლებმა აჩვენა კარგად. სხვა თანამდებობის პირების განცხადებებს მეც ვიტყვი რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით რუსთავი 2 არის ერთ-ერთი ყველაზე გიორგი გამოგიწევთ აქამდე აგიყურებით მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვედი გიყურებთ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალის აზრის მატარებას ასე რომ მეც გიყურებთ ის რეიტინგი შეიძლება მათ შორის ჩემ ყურადღებაზე გამოგიწევთ საერთოდ ტელევიზორს არ უყურებ აქამდე საერთოდ არ გიყურებთ მინდა გითხრათ მაგრამ არჩევნების შემდეგ გიყურებთ იმიტომ რომ კრიტიკული აზრი მინდა გავიგოთ მოგმარტებიათ გიორგი ალბათ ეს შეკითხვა რომ დაგესვათ ირაკლი ღარიბაშვილისთვის შეიძლება ეპასუხა ესეთი კითხვა რომ თქვენ 5%-იანი რეიტინგის მქონე ტელევიზია ხართ და ასეთ ტელევიზიაში დებატები აქვს ესა თქვენ გქუმრობთ მაგრამ დაუბრუნდეთ თვითონ არჩევნებს არჩევნების შეფასებას თუ კი ვახდენთ ორ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი ხონის არჩევნები ამ არჩევნების ერთ-ერთი ნამდვილი სიმბოლოა, იმიტომ რომ ხონის არჩევნებში ტარდება მეორე ტური
ხონში შედეგები არის 47% ქართულ ოცნებას, 42% ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ზურაბ ჯიბუხაიას, რომელიც ხელისუფლებამ თებერვალშივე იცოდა რა რომ ის კონკურენტული კანდიდატი იქნებოდა ჩასვათ ციხეში. გამოძიება დღეს ამბობს რომ ის ვერ ასრულებს გამოძიებას, ამ დროს ყველა პირი დაკითხულია. ამავდროულად მას ორჯერ გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა, მათ შორის მას შემდეგაც რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მორატორიუმი გამოაცხადა, პროკურატურა კიდე შევიდა წინასწარი პატიმრობით და კაცმა, რომელსაც არ მისცეს საშუალება ჩაეტარებინა წინასაარჩევნო კამპანია, აიღო 42%. ეს როცა ლაპარაკი არის, რომ ნაციონალური მოძრაობა გარდაცვალების გზაზე დგას. ხონი არის კლასიკური სიმბოლო ამ არჩევნების, როდესაც ხელისუფლებამ იქ სადაც იყო მაღალი კონკურენცია ან ნაციონალურმა მოძრაობამ აჩვენა ძალიან მაღალი შედეგი საპრეზიდენტო არჩევნებზე, დმანის მეორე მაგალითია, მოხდა სრული მობილიზაცია სახელმწიფო აპარატის განსაკუთრებით უშიშროების სამსახურების და ქვემო ქართლში ისეთი გვარები როგორც არის ნავერიანი, გიგანი და ასე შემდეგ, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ უშიშროების სამსახურიდან ამ პროცესს ძალიან კარგად მეტყველებს ამას. მეორე ფაქტი ძალიან დიდხანს ვისაუბრებთ ჩვენ. ხო, თქვენ. მეორე ფაქტი მე ძალიან შორს არ წავალ, მინდა წავიკითხო რამდენიმე წინადადება სამართლიანი არჩევნების განცხადებიდან, რომელიც გამოქვეყნდა გუშინ თუ გუშინ წინ. პირველი საკითხი ეხება რომ ასობით საარჩევნო უბანზე და საზოგადოებას შევახსენებ, რომ ქვეყანაში არის 3600 საარჩევნო უბანი. ასობით საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა 1000-ზე მეტი ხარღვეზი და დარღვევა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოლქებში. კერძოდ 500-მდე შედეგების შემაჯამებელ ოლქს აკლდა საჭირო რეკვიზიტები. 500-მდე შედეგების შემაჯამებელ ოლქში არ იყო დაცული ბალანსი არ დგებოდა. რამდენი ამორჩეველი მოვიდა, რამდენი ბიულეტენი ვიცით, 50-ზე მეტი შემაჯამების შედეგებელ ოლქში გადაკეთებული იყო ერთი ან რამდენიმე მონაცემი. ეს განსაკუთრებით ასეთი დიდი რაოდენობები დაფიქსირდა ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ქალაქი თბილისი, სადაც მაღალი იყო ხელისუფლების ინტერესი. როცა ლაპარაკი იყო ცალკეულ პრობლემებზე, ოპონენტების მხრიდან, ცალკეულ ხარვეზებზე, 3600 უბნიდან, როცა ლაპარაკია რომ 500-ზე მეტი შემაჯამებელ ოლქში ერთი ტიპის ხარვეზია, 500-ზე მეტი და ათობით ოლქზე ნოეჭიდებით ეხა ციფრებს დავასრულებ და გექნებათ დრო. მეორე, ძალიან უპრეცედენტო. მე სხვა შორის გულისკევილით დავნიშნო რომ ამ არჩევნებს არ აკვირდებოდა ეუთო, რომელსაც აქვს ძალიან კარგი მექანიზმი დათვალოს სტატისტიკა, არა ღარიბაშვილისეული არითმეტიკით, არამედ რეალური სტატისტიკით და რა აჩვენებს სტატისტიკა და ამას ყველა მიუთითებს საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებელი და ნახავთ საბოლოო შედეგებს. ეს არის ბათილი ბიულეტენების ეს არის ბათილი ბიულეტენების საოცარი რაოდენობა, ჩვენ გვაქვს ფაქტები და სხვათა შორის ეს სასამართლოში წაღებული ფაქტები, როცა საუბნო კომისიის თავმჯდომარე ბიულეტენებს ყველას თვალწინ აფუჭებდა თუ იქ ხუთიანი იყო შემოყაზული და კიდევ ერთი სისტემური დარღვევა. ეს უნდა ვთქვათ, თეთრი წყაროში ერთ-ერთ უბანზე, ხათუნაც იტყვის ამას. ჩვენ საუკო კომისიამ თქვა, რომ აი მოდით გავხსნათ ესეთი უბანი და გადავითვალოთ. რა აღმოჩნდა? ჩვენ გვეწერა შემაჯამებელ ოლქში 30 ხმა და აღმოჩნდა რომ 59 ბიულეტენი, სადაც 5 ნომერი იყო შემოხაზული, გადადებული იყო იმ ბიულეტენებთან ერთად, სადაც ჩათვლილი იყო საბოლოო, სადაც 41 იყო და ჩვენი 59 ხმა ქართულ ოცნებას ჰქონდა მიწემული. იქ სადაც ჩვენ უნდა გქონოდა 79 ხმა 30 ხმა დაგვიწყდა და ასეთი უბნები ბევრია, ამიტომ გადათვლა არის მნიშვნელოვანი ძალიან დიდი მახსნა, როდესაც თქვენ საუბრობდით რომ ისინი არ უარყოფენ ამ ფაქტებს. ისევ მსმენელებს მინდა მივმართო, მაყურებლებს მინდა მივმართო, რადგან მე ვფიქრობ მათთვის ხდება ეს ყველაფერი. ეს არ არის ჩემი აზრი, ეს არ არის ჩემი დაწერილი დოკუმენტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოხმეული ინფორმაცია. კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებული პროცედურები ხასიათის დარღვევები შემცირებულია როგორც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით. გავაგრძელო? რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ისეთი სახის ნიშნები. ხმის დათვლის ნაწილზე გადადეთ, ბატონო. გადავიდეთ, კი ბატონო, აი ხლა პროცენტებზე რო ამბობდით, ხო? რახეთ რაზეა ლაპარაკი? ერთი და იგივე ტექსტს კითხულობთ, კი, წაიკითხეთ. ხო, მე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებელი
1%-ით გაიზარდა. 4 იყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 5% შეადგინა. და თქვენ ამას ეხლა არასწორად წარმოადგენთ. ეხლა არნახული, კი, არნახულის და გამოიწვიათ. მომისმენთ. მე მესმის შეიძლება თეატრალურ თეგამზად გავლილი. კი ბატონო, გააგზელეთ თეგამზად. ზე პირად ვიცი და ეს გააგზელეთ თეგამზად. საჯარო ინფორმაცია. ამოგლეჯით, ნუ ლაპარაკობთ. გააგზელეთ თეგამზად. მე გავაგზელებ მაშინ მაგაბზად. გააგზელეთ მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების დიდ რაოდენობას გააგზელეთ თქვენ. ბათილი ბიულეტენის პროცენტული მონაცემები ყველაზე მაღალია გამგებლისა და პროპორციული შემაჯამებელი ოქრომის მიხედვით და საშუალოდ მაჩვენებელი შეადგენს 5%-ს. და რამდენ უბანზე გაიზარდა ეს მესამე აბზაცი? ოქრომის მიხედვით 4%-ს. მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების 3%-ზე 110 ბუბანი, კი. ბათილი ბიულეტინების რამდენიდან? ხო? რამდენიდან? ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი 10%-ზე მაღალია გამგებლის შემაჯამებელი ოქრომის 10%-ზე მაღალია. გავიგე 100 უბანზეო. რას მეუბნებით, იცი რომ 1500-იან უბანზე 150 ბათილი ბიულეტენი. თქვენ ეს გესმით რა არის? მე ძალიან კარგად მესმის ზურაბ. ეს არის გაყალბების მეთოდი, რომელიც თქვენ ახლა შესთავაზეთ საზოგადოებას, რომელიც ეს არის გაყალბების მეთოდი, რომელიც სამართლიან მარჩენებას დააფიქსირებს. 19 ბათილი ბიულეტენია მარნეულში ერთი. და სად იყო ყველაზე მაღალი ბათილი ბიულეტენები? გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ზუგდიდი. შემორჩენილია თქვენი სკოლა. არავითარ სადაც იყო სამიზნე და უშიშროების სამსახურები ატარებდა ზუსტად არჩევნებს. უშიშროების სამსახურები სადაც ატარებდა ხათუნა და უნდა დავასრულოთ უკვე შემდეგ. ესე იგი თქვენ ბრძანეთ. აქ იყო საუბარი, ესე იგი გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით მე მოგიყვანთ კონკრეტულ ფაქტს, მე საერთოდ მიყვარს ესეთი კონკრეტული ფაქტების ლაპარაკი. საქმე იმაში გახლავთ, რომ მე უნდა დავასრულო, ესე იგი ეს ამბავი უნდა მოვყვე. ჩვენ დიდუბეში ყავდა მაჟორიტარი კანდიდატი დავით ნაფეტვარიძე და დედამისი იყო კომისიის წევრი. და ეს ქალბატონი თავის ორ შვილიშვილთან ერთად მუშტაეთში იყო წასული სასეირნოდ და გადაიღო ფოტოები და ბავშვებს ამ ფოტოზე აცვიათ მაისური მე მიყვარს საქართველო, რომელსაც 5 ნომერი აწერია და ეს შემდეგ Facebook-ზე განათავსეს ბავშვებმა და სასწრაფოდ საჩივარი შევიდა საოლქო კომისიაში, რომ აგიტაციას ეწევა საუბნო კომისიის წევრიო, რომელიც იმავდროულადო კანდიდატის დედა არისო და იცით რა მოხდა, საოლქო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ამ ქალბატონს, იმიტომ რომ ეს იყო არასამუშაო საათებში, შვილიშვილები იყო და ამ ქალბატონს ეს არ ეხებოდა, მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მისცა შენიშვნა. და ეს საკითხი შეისწავლა შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და იცით რა გადაწყვეტილება მიიღო? გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ, რომ ეს არ არის ადეკვატური, როდესაც საუბნო კომისიის წევრს აქვს ესეთი ფოტო გადაღებული ვიღაცებს, ბავშვებს აცვიათ მაისურები 5-იანი ნომრით, ეს არის პირდაპირ აგიტაცია და პირდაპირ მიუთითა დიდუბის საოლქო კომისიას, რომ თუ შეიძლება განვიხილოთ ეხლა მე და თქვენ ეს მე მესმის ეხლა თქვენ მივყავს ფაქტები რო არ მოგწონთ, გვაცადეთ რა, ფაქტები არ მოგწონთ, მაგრამ უნდა დავასრულოთ რაცა არ მოგწონთ. ჩემმა პოლიტიკურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და დაავალა პირდაპირ დიდუბის საოლქო კომისიას, რომ ეს არაადეკვატური სანქცია არისო და 2000 ლარიანი ჯარიმა 79 მუხლის შესაბამისად შეუფარდეთ და ეს ქალბატონი დაჯარიმდა. ანალოგიურ შემთხვევაში გამოხატნა გაასაჩივრეთ ეგ. ბატონო ირაკლი დავასრულეთ. გაასაჩივრეთ სასამართლოს დიახ. რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლოს? არა, ამასთან დაკავშირებით სასამართლოს არ აქვს საარჩევნო ვადები, ეს ცოტა ხანგრძლივი პროცესი ასე რომ იმედი გააქვთ რომ გაიმარჯვოთ. არა, ნუ გადაგაქვთ თქვენ იცით. გადამიტანთ ახლა თქვენ ყურადღებას ვერაფერზე, რაც მინდა რომ თქვენ მაინც ვიტყვით, ბატონო ირაკლი. არ გეგონოთ ახლა ეგეთი გამოვხსნელი. ნახეთ ახლა ის ადამიანი რომელიც თქვენ რაღაცა გუნჭავთ რომ რაღაცა თქვათ რისკს. გქონიათ რომ გამოგივათ ეს და არ გამოგივათ, ამიტომ ნუ ხარჯავთ ყველა დროს, გაუფრთხილდით და მინდა გითხრათ რომ როდესაც საარჩევნო უბანზე არჩევნების დღეს თქვენი მერობის თბილისის მერობის კანდიდატის დედამ პირდაპირ აგიტაციას ეწეოდა და უფრო მეტიც კანონს არღვევდა და ეს ჩემი აზრი არ არის, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის აზრი არ არის. სისხლის სამართლის კოდექსშია ეს მუხლი გაწერილი და ეს ქმედება.
ასეთ შემთხვევაში საოლქო კომისიაც გაფრთხილებით შემოიფარგლა, დედაშვილური გრძნობებით აიხსნა ეს ყველაფერი და მე მოვისმინე კომენტარები თქვენი წევრების და ეკა ბესელია თვალწრემლიანი საუბრობდა რომ დედაშვილობა ხო დედაჩემს რო ეგეთ რამე გაეკეთებინა რა სილაპარაკებდა ბესელია დაახლოებით წარმომიდგენია ასე რომ ეკა ბესელიას თვალწრემლიანობაზე თქვენ თვალწრემლებით გიყვეთ ახლა ამ სამართლიან არჩევნებზე რო საუბრობთ დავასრულებინოთ ბატონო ირაკლი ვერ მოესწრეთ და არ გქონდეთ მაგის იმედი რომ როდესმე მოესწროთ ტყუილა მე მესმის რომ თქვენ ქართული ოცნება ხართ მაგრამ ისეთ არარეალურ რაღაცაზე ნუ იოცნებებთ რაც ნამდვილად წარმოუდგენელია და ერთ რამეს გეტყვით როდესაც საუბრობთ როგორ მოგწონთ როგორი გადასარევია როგორ აქებთ არჩევნებს როგორი კარგად ორგანიზებულია როგორი თანაბრად დამოკიდებულებანი ყველა სუბიექტის მიმართ ძალიან გთხოვთ უბრალოდ თქვენს მეხსიერებაში მე მეტყვი მესმის რომ თქვენ ამას ხმამაღლა არ იტყვით მაგრამ თქვენს მეხსიერებაში გქონდეთ უბრალოდ ის ფაქტები რომ ასეთი არათანაბარი მიდგომა არის გამომდინარე იქიდან კანდიდატი და მისი ოჯახის წევრი იქნება ქართული ოცნები და თუ იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მადლობა ქალბატონო ხათუნა ბატონო გიგლა და შემდეგ ბატონო არანაირი პრობლემა არ მაქვს იმასთან დაკავშირებით რომ დავიმახსოვრო ეს ფაქტები შევაფასო და არც უკან დამხევი არა ვარ იმასთან დაკავშირებით რომ მაინც და მაინც ვიყოთ სამმხრივი მე არ მახასიათებ სამმხრივობა განსხვავებით არ მინდა შედარება მაგრამ საქმე რაშია იცით სამართალი ზოგადად შეფასებითი კატეგორიებით აპელირებს რა და შეფასებითი კატეგორიებში ხდება ხოლმე ერთ-ეგივე ფაქტების შეფასებაც კი განსხვავებული ადამიანების მიერ მე ყვაშვილი არა მოდი უტრირებას მოვახდენთ ახლა მე დავიმახსოვრებ ამ ფაქტს კი ბატონო მადლობა ამ რჩევისათვის მაგრამ თქვენ ნუ ივიწყებთ თქვენს გაიხსენეთ ბევრი რამე რაც გასახსენებელი გაქვთ გადასარევი მეხსიერება კარგი ბატონო ირაკლი გეტყობათ ის და კიდევ ერთხელ მე უფრო მეტად ვწუხდები მაშინ როდესაც საზოგადოება უყურებს აი ამ ყველაფერს ჩვენ პირველი რაც გავაკეთეთ საზოგადოებას დავანახეთ რომ ამ ქვეყანაში შეიძლება სამართლიანი თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ვერავინ ვერ იტყვის იმას რომ პოლიტიკურ დონეზე არ იყოს უზრუნველყოფილი თავისუფალი არჩევნები ის რაც ხდებოდა ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რაიონებში და რეგიონებში წლების მანძილზე ეს არ იყო შევარდნაძის ან იმის იქით ეპოქაში ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დაბრენდილი თემა იყო ეს ყველაფერი მარნეულში ახალციხეში ახალქალაქში და იმაში უნდა ყოფილიყო 19% ყველა სამხედრო ნაწილში ყველა სპეცდანიშნულების ნაწილში უნდა ყოფილიყო 19% და ვაი თუ 95%-ზე ნაკლები გამოსულიყო იქ ხუთიანი შემოხაზული ეს იყო როგორც წესი და ჩვენ დახურული ბუდები თქვენ უნდა თქვენ ვინ უნდა მოგცეთ სისტემა ჯარს ანგრევს და ჯარი ხმას როგორ მოგცეთ ძალიან კარგად ჯარს და პოლიციას ანგრევს და ჯარი და პოლიცია როგორ მოგცეთ ყველაფერს მართლა საზღვარია მე არ გაგიკვირდებთ რომ ნაციონალური მოძრაობის მეგე საშუალებაში მოსვლისას ტექნოლოგიით ხო ბატონ ზურაბს რომ გაცალოთ ასე რომ კიდევ ერთხელ ის ხარვეზები რაც არის მე ვფიქრობ ეს არის სწორედ ერთგვარი ინერციით წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნების ინერციით წამოსული გარკვეული ხარვეზები რომელსაც ვებრძვით რომელსაც დავამარცხებთ რომელსაც გავანადგურებთ და შევაჩვევთ მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას სამართლიან გარემოში არჩევნებში მონაწილეობას და მხოლოდ იმ პოლიტიკური ხულების მიღებას რასაც დაიმსახურეთ და რა დაიმსახურეთ წლების მანძილზე ეს სამწუხაროდ დღეს ბუმერანგივით ხვდებათ და თქვენ კი არ ხვდებათ ჩვენ ხვდებათ იმიტომ რომ იძულებული ვართ ჩვენ დაგიცვათ თქვენ მაშინ როდესაც წლების მანძილზე სწორედ თქვენი დასაცავი თქვენგან დასაცავი იყო მთელი ჩვენი ქვეყანა ჩვენი სულ ერთი წინადადება შეიძლება აი ბატონო ირაკლი თქვენ თვითონ დაასრულეთ ასე მალე და იძულებული ვარ გადავიდე შეიძლება მე შემდეგ მეტყვით რომ ნაციონალი ვარ მე ბატონო გიორგი ალბათ ჩვენ უნდა დავასრულოთ უნდა დავასრულოთ და სულ ერთი წინადადებას უნდა დავასრულოთ ჩვენი დრო ამოიწურა ამიტომ მხოლოდ რეპლიკებისთვის მხოლოდ ერთი წინადადება დავიწყებ და ბატონო ირაკლი დავასრულებ მე ერთ რამეს ვიტყვი რომ თავისთავად ის რომ ძალიან დიდი კლება ქართულ ოცნებას ხმების რაოდენობაში და ამორჩეული არ მოვიდა არჩევნებზე ამავე დროს მათ ძალიან ბევრი ხმა დააკლათ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური იმედგაცრუების ნაწილი არის ეს პოლიტიკურმა ოპონენტებმა კარგად იციან და ალბათ თვითონ შეაფასებენ თავიანთ სტრატეგიას მომავალში იმიტომ რომ პრაქტიკულად ხალხმა კაფიო სიგნალი გაუგზავნა უუნარო და უნიათო მთავრობას მაგრამ რაც შეეხება თვითონ არჩევნების შეფასებას ერთ წინადადებით ვიტყვი თუ საზოგადოებამ არ გამოიტანა გაკვეთილი იმ ძალადობიდან, ზეწოლიდან, გაყალბების ფაქტებიდან, რასაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნებზე, ჩვენ 2016 წელს
გველოდება ძალიან ძიმე არჩევნები და უკვე ძალიან ბევრი ადამიანისგან მოვისმინე მე ფაქტი, რომ 2016 არჩევნები იქნება კიდევ უფრო მძიმე ქართული ოცნების მხრიდან, ვიდრე იყო 2016. ძალიან მოკლედ. პირველი ვიტყვი, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა, მეორე ტური წინ არის, ასე რომ ხელისუფლების ქმედებები ამ მიმართულებით ნამდვილად ჯერ საბოლოო შეფასება არ გაკეთებულა მათ ქმედებებზე და ისევე როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითი ყავს და ახლა როგორ ხდება მზადება თარიღიც კი არ ვიცით ჯერ, იმიტომ რომ ხან ადრეუდად ხან გვია თვითონ ვერ გაარკვიეს. რაც შეეხება არჩევნები როგორ ჩატარდა, ბატონო ირაკლი, ბატონო გიგლა, დამერწმუნეთ, რომ რაც არ უნდა ფეირვერკები იყოს, რაც არ უნდა შამპანიურები იყოს, რაც არ უნდა ისხდეთ და საათობით ელაპარაკოთ ამ მომჩეველს, რომ გადასარევი და ძალიან კარგი არჩევნები ჩატარდა. ეს ზუსტად ისეთივე რიტორიკა არის, როდესაც თქვენ გამოდიხართ და ლაპარაკობთ, რომ კრიმინალი არის შემცირებული, იმიტომ რომ ეს ადამიანები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. დიახ, ხალხო ხატუნა. თუ შეიძლება დავასრულებ ეს ადამიანები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. ეს ადამიანები კარგად ხედავენ, რომ მათი ოჯახის წევრები, მათი ნათესავები, მათი ახლობლები სახლში ვარდებიან, ქუჩაში ხვდებიან, ავტობუსებში დაყაჩაღებულები არიან, ისევე როგორც ძალიან კარგად ხედავდნენ, როგორ არავინ არ მიდიოდა არჩევნებზე, მასიურად ამომრჩეველი არ იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა უცებ აღმოჩნდა ძალიან დიდი და უფრო მეცაც გეტყვი, იმასაც კარგად ხედავენ, რომ თითოეულ უბანზე 200 და 300 ბიულეტენია ბათილია და მათ შორის ყველა არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხმა. ბატონო გიგლა. ამორჩეველთა რაოდენობა რომ მივიდა მცირე, ეგ იმითაც არის განპირობებული, რომ წინა არჩევნების დროს ხალხი კი არ მივიდა არჩევნებს, მაღალი პროცენტი კი არ იყო. იქ ბიულეტენები იყრებოდა. ხო, როცა ვლაპარაკობთ ბევრ რაიონზე, აქ უკვე დასახელებ რაიონზე, ამ რაიონებში ეს ხდებოდა 100%-იანი მისვლა რო იყო 98%-იანი 70%-იანი შესაბამისად პროცენტული რაოდენობა ვინც მივიდა არჩევნებს რა თქმა უნდა იზრდებოდა ამით ხო ხელოვნურად თუ ჩვენ ხმები დავკარგეთ ვინ იპოვა საპრეზიდენტოზე შედარება ხდება რა თქმა უნდა ხდება შედარება მაგრამ დუღაკატების ბატონო და დავარაგობდა ხმარავო მიღია და თქვენთვის არ ვამბობ თქვენთვის არ ვამბობ გიორგის ველაპარაკები კარგი რეპლიკისთვის არის უკვე ეს დრო ნუ გავკამათობთ ხო გისმენთ საქმე იმაშია რომ ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ რა ტენდენციებია ეს ჩვენთვის გამოწვევაა მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ამ ხელისუფლებამ გავრისკეთ, გავაკეთეთ და ამისგან უკან არ დავიხევთ 50%-იან ბარიერს არჩევით გამგებლებს. გთხოვთ, ბატონო ხათუნა. ეს არ არის ეს არის ზუსტად ის რაც უნდა დიდი ხანია მოხდარიყო ამ ქვეყანაში რომ ხელისუფლება გადაეცეს იმ ადამიანებს ვინც არიან ნაუშევი და ისინი მარტო 15-ში კი არ გჭირდებიან რომ ჩაგდონ ყუთში საარჩევნო ყუთში არამედ ისინი მონაწილე იქნებიან ამ პროცესებისა ერთი რამ მინდა შემოგთავაზოთ ახლა ექსპერიმენტის სახით აი 1-დან 100-მდე ციფრი დაასახელეთ ნებისმიერი თქვენი ნებით 56 მე შემიძლია მე უნდა შემოგთავაზოთ აი 56 აი სია 1-დან 100-მდე საწარმოს 400 საწარმოდან 100 სია გავაკეთეთ რომელიც მე თვითონ მინდა მოვიაროთ პირველი რა ფოთში აი ეხლა 56-ს მე გთავაზობ გარიბაშვილმა რო ატმის საწარმო გახსნა ის მაგაზეც გაქცევა აი 56 სიაში ამას გადმოცემ უკაცრავად ხელსაც მოვაწერ წავიდეთ მე და თქვენ ერთად და ვნახოთ ეს საწარმო არსებობს თუ არ არსებობს, მუშაობს თუ არ მუშაობს. ამის კი ბატონო. ფოთშიც არსებობდა, მაგრამ 2005-ში იყო. კარგი, თქვენს მიერ დაფიქსირებული ესა შექმნილი 71 შეპესე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, რომელიც არ მუშაობს. საერთოდ 15 და ისიც ნომერი 56 ახლა Winning Georgia. კარგი, ბატონო, მოდი ხარ გიორგი. წავიდეთ. აჰა, კი ბატონო. ბატონო ირაკლი თქვენ დაასრულებთ დღევანდელ გადაცემას. ის რა, როდესაც ხალხი ხათუნა ზურა რაღაც ფაქტებზე საუბრობდა, ეს კარგი არის და მე პირიქით ხას უსვავ, რომ მომწონს ის ტენდენცია, როგორც მოქალაქეს, რომ ამ ფაქტებზე CSKO და სასამართლო ახდენენ ადეკვატურ რეაგირებას, მიუხედავად იმისა, საბოლოო შედეგი მომწონს თუ არა. ხალხი ხათუნა თქვენ ისაუბრეთ, რომ კრიმინალი გაიზარდაო. კრიმინალი კი არ გაიზარდა, შემცირდა და თქვენგან განსხვავებით ჩვენ კრიმინალს ვებრძვით. თქვენ კრიმინალით მართავდით ქვეყანას. თქვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვანო მერაბიშვილი, ყოფილი პრემიერი დღეს ციხეშია.
და რატო არის ახლა მაგაზე არ გამიწევთ ლაპარაკი ძალიან თემა რომელიც არ გაწყობს სირცხვილია ამის ლაპარაკი სირცხვილია ამის ლაპარაკი არ გაჩერდები სირცხვილია ამის ლაპარაკი ბოდიში მოიხადეთ და სირცხვილია ამის ლაპარაკი აი რატო არ გაძლევთ პოლიცია და ჯარი მაგით არ გაძლევთ მას რომ პოლიციას და ჯარს ანგრევთ როდესაც ასამართლეთ ადამიანებს მიტინგის დარბევა პრეზიდენტი გაურბის შეკითხვა სირცხვილია ამის ლაპარაკი სირცხვილია არ მოგცემთ ახლა საუბრის დახურეთ ეთერი რომ ამის მოსმენა არ შეიძლება რომელსაც იღებები ვიტრო პოლიტიკური ინტერესებისთვის აგერ არის ზურაბჭეებერეშვილი თქვენ შეგწხვებათ ირაკლი როცა ნახავთ ჩემს განაჩენს წლების მერე შეგწხვებათ პირდაპირ გეუბნები გიორგი შეგწხვებათ როცა წაიკითხავთ მადლობა ბატონ ზურაბ ბატონ დაასრულეთ მეორე ტური ჩემი და ვანოს განაჩენს რომ წაიკითხავთ შეგწხვებათ პირდაპირ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის დემოკრატიზაცია ვიდრე ჩემს ოპონენტებთან ამ შემთხვევაში კამათი და მათი წარსულის გახსენება. ამიტომ ჩვენმა კოალიციამ დაინახა გარკვეული ხარვეზები აი ამ საარჩევნო სისტემაში როგორც ხელისუფლებამ, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ გამოვასწოროთ ამას ჩვენ საზოგადოებას არა მარტო პირდებით, არამედ ამას აღვასრულებთ კიდევაც. ჩვენ ასევე მივიღეთ ეს სიგნალი, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ მოვიდა არჩევნებზე, ეს შეიძლება ზურაბ ჭეაბერაშვილმა სუბიექტურად ჩვენ საწინააღმდეგო და ჩვენს უარყოფითად დაინახოს, მაგრამ ჩვენ ეს სიგნალები მივიღეთ, ვაანალიზებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ არჩევნებში, როგორც ზურაბ ჭეაბერაშვილმა თქვა, ეს იქნება ძალიან მძიმე არჩევნები, მაგრამ იქნება ნაციონალური მოძრაობისთვის ეს მძიმე არჩევნები. დიდი მადლობა, ვიდრე ხელჩართული ძალა დაწყებულა, მე უნდა დავასრულო, არჩევნები არ დასრულებულა, მაგრამ დღეს არჩევანი დასრულდა, ჩვენ გემშვიდობებით მომდევნო სამშაბათამდე. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, ირაკლი სესიაშვილი, გიგლა აგულაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და ზურაბ ჭეაბერაშვილი იყვნენ დღეს ჩვენი დებატების მონაწილეები. დიდი მადლობა ყველას, გემშვიდობებით მომდევნო სამშაბათამდე. ნახვამდის.